მოგესალმებით კურსის მეათე ანუ ბოლოს წინა ლექციაზე ბოლო ესეთი დამოუკიდებელი შინაარსობრივი ლექცია ეს დღეს ბოლოში შეჯამება გვექნება და საერთო დისკუსია მთელ აქამდე განვლილ მასალაზე და პრინციპში კურსის მეორე ნაწილში რომელიც უშუალოდ პირველ რესპუბლიკას ეხებოდა ცდილობდით აღგვედგინა პირველ რესპუბლიკის პოლიტიკური ანატომია, ხო? რა დინებები იყო, როგორ მოძრაობდა საერთოდ ძალაუფლება, როგორ ნაწილდებოდა ის სხვადასხვა ჯგუფებზე თუ პიროვნებებზე და როგორ ხდებოდა მისი დაფუძნება, ხო? მისი ლეგიტიმაცია და სხვა ტიპის კულტურულ დოკუმენტებში ვცდილობდით ამის მოხელთებას. დავიწყეთ იმითი, რომ თქვათ დროში, როგორ სხვადასხვანაირად აფუძნებდნენ მემარცხენეები და მემარჯვენეები რესპუბლიკას ეგ განვიხილეთ თავიდან, თქვათ იგივე ჟორდანიას რა ტიპის ისტორიის ფილოსოფიური წარმოსახვა ამოძრავებს, როგორ ცდილობს რომ აი ფრანგული რევოლუციური ისტორიის მაგალითებით გამოიმუშაოს ის ნორმა, რომელიც აი კონსტიტუციის არ მქონე პერიოდში გაუძღვებოდა სოციალ-დემოკრატიულად ორგანიზებულ პოლიტიკურად აქტიურ ხალხს და დაისვა ეს ზოგადი კითხვა, ხო, რომ თქვათ ჟორდანია რო არის რევოლუციური ავტორიტეტი, რანაირად მოქმედებს ავტორიტეტი, ხო? თქვათ საუბარია დემოკრატიაზე, ხო, დემოკრატიული მასის თვის ავტორიტეტად ყოფნაზე, ხო? როგორ ახერხებ ხალხის მართვას, მაშინ როცა იდეაში ხალხი მართავს, ხო? და დღეს უკვე შევეცდებით, რომ უფრო ახლოდან შევხედოთ აი ეს ხალხი ვინ იყო, რა იყო, როგორ ფორმდებოდა მისი ძალაუფლება, ეს დემოკრატია, როგორც ასეთი რას ნიშნავდა და რა იყო ის რაც აი ამ დემოკრატიას ანიჭებდა, ხო, რაღაცა ტიპის მას, ხო, ძალაუფლებას, ხო? და აქაც ნახავთ, რომ დემოკრატიაში არის ძალიან ბევრნაირი ტენდენცია, რომელიც ასე გადასერავს და ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის და გადასერავს მთელ ამ რესპუბლიკურ პერიოდს. წინაზე, უპირველეს ყოვლისა ის ვთქვით, რომ თავიდან 17 წელს რევოლუცია რომ ხდება თებერვალში, მაშინვე მყარდება საბჭოების ხელისუფლება, ხო, კავკასიაში, რომელიც 18 წელს უკვე გეოპოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე გადაბარდება აი ამ სოციალ-დემოკრატების თაოსნობით ჩამოყალიბებულ მთავრობას, ხო, რაც ვიღაცებს აფიქრებინებს, რომ 26 მაისს მართლაც რაღაცა ჩვეულებრივი ეროვნული სახელმწიფო შედგა და ამითი მორჩა ეს რაღაცა რევოლუციური ფაზა. მართლაც რასაც ორ ხელისუფლებიანობა ქვია, ხო, და რაც ვიცით, თქვა პეტერბურგიდან, სადაც საბჭოებსა და აი დროებით მთავრობას შორის გაიხლიჩა, ასე ვთქვა, ხო, ძალაუფლება და ამან მიგვიყვანა მე ოქტომბერში უკვე ბოლშევიკების რევოლუციასთან ეს გადაილახა ჩვენთან 18 წლის 26 მაისის მერე, მაგრამ რეალურად ვიღებთ ანუ ორ ხელისუფლებას მაგივრად ვიღებთ რაღაც ტიპის ერთ მაგარ მთავრობას, როგორც უწოდებდნენ მაშინ, მაგრამ რაღაცნაირი შინაგანი გაორება ემართება აი ამ ერთიან სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას. და ეს გაორება, ხო, განსხეულებული არის სწორედ ვალიკო ჯუღელის მიერ მართულ სახალხო გვარდიაში. ეს არის ხო ვალიკო და განსაკუთრებული არტიკულირება პოვა ამან მის ცნობილ საჯაროდ გამოქვეყნებულ დღიურში მძიმე ჯვარი, ხო, რომელიც თავიდან რუსულად ქვეყნდება იმ რესპუბლიკის პერიოდში, მერე წიგნთაც გამოდის და ნაწილები ითარგმნა მაშინვე ქართულად ჟურნალ სახალხო გვარდიელში 1920 წლიდან და შარშან გამოიცა თუ შარშან წინ აღარ მახსოვს ზიარი პრესის მიერ სრული ქართული თარგმანი. და ეს ტექსტიც როგორც აი წინაზე ჟორდანიას აი 18 წლის მოხსენება რო ავიღეთ, ხო, მოსავალ წერტილად შეგვიძლია რაღაცნაირად ამ წიგნით ვიხელმძღვანელოთ დღეს აი ამ შინაგანი დაძაბულობის
ანალიზისას, ხო, რაც ახასიათებდა ხალხის მმართველობას, როგორც რაღაცა ტიპის, სხვა პოლიტიკურ რეჟიმს, ხო, პირველ რესპუბლიკაში. და ან თუ ჟორდანია შემთხვევაში რაღაც წიგნის ჭია ტიპაჟი არის, რომელიც არქივში დაცულ აი რაღაცა ფრანგული რევოლუციის სახებ სკელტანიან წიგნებში იქნება და იქიდან ცდილობს რომ რაღაცა ესეთი პროდიდი თეორიული მონახაზი გააკეთოს სიტუაციის. ჯუღელის ტექსტი მართლა დღიურ დონეზე არეგისტრირებს ყველა იმ ცვლილებას, ყველა იმ მოვლენას, რაც ხდება და მიყვება ასე ვთქვათ ფეხდაფეხ თავის აი კამპანიებს მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ესე იგი არა განუსაზღვრელი ტერიტორიების მქონე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. და ერთგვარ ესეთ ინფლუენსერულ ფუნქციას ასრულებს მისი ეს დღიურის გამოცემა სერიებად იმ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ ბარბაში, რუსული გამოცემა რაც იყო კავკასიის სოციალ-დემოკრატების და ხო ამასაც როგორც ჟორდანიას მაშინ იმოხსენებას ძალიან ბევრი პუბლიკა ყავს აშკარად. მათ შორის ის ბოლშევიკებიც, ვინც უნდა რომ ასე ვთქვათ დაარწმუნოს იმაში, თუ რატომ არიან ისინი ასე ვთქვათ არასწორ მხარეს ისტორიის. და მართლაც აი გვაქვს განსხეულებული, სხეულებრივი სივრცულად განფენილი მართლა პერფორმანსი იმისა თუ რა იყო, რას ნიშნავდა რესპუბლიკის დაცვა, როგორც ყოველდღიური პროექტი. და იმითი არის საინტერესო, რომ ჯუღელის დღიური რომ აქ უკვე რაღაცა ისეთი თეორიული ტექსტი კი არ არის, რომელიც რაღაცა თქვათ გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ რა იყო პირველი რესპუბლიკა, არამედ კონკრეტულ მართლა სიტუაციებს გვაჩვენებს ჯუღელი და ძალიან ისეთ ყოველდღიურ რეაქციებს რაღაცა მოვლენებზე, რომლებიდანაც ჩვენ კიდევ უკეთესად ვახერხებთ დავინახოთ როგორ ეს რესპუბლიკა როგორ შედგებოდა ძალიან ბევრი რაღაც მართლა კონფლიქტური, პოლემიკური სიტუაციისგან, ხო, რომელშიც თქვა ჯუღელი იქნება ჟორდანია თუ სხვა, თუ ხალხი, ვიღაცა გლეხები, თუ თქვა გვარდიელები, ერთმანეთთან ხახუნში ქმნიან აი პოლიტიკურ დინამიკას, რომელიც შეადგენდა აი ამ რესპუბლიკას როგორც რაღაცა ცოცხალ პროცესს. ხო, და ჯუღელს უწოდებენ კიკოძე უწოდებდა გაორებული სულის ადამიანს და უნდა იქნება ძალიან საინტერესო რომ ნახოთ როგორ ვლინდება მასში სწორედ ეს თქვათ სახელმწიფოებრივი საზღვრების დაცვასა და თქვათ რაღაცა რესპუბლიკას როგორც რაღაცა უფრო დეტერიტორიალიზირებულს შორის მერყეობა თუ მათი ერთობლიობა. ხო, ეს რაც შეეხება ზოგად მონახავს, მაგრამ მასთავარია ჯუღელთან ძალიან კარგად მოხელთებადი არის ის, რაც პრინციპში აი ამ ნახსენები, ამ დემოკრატიის ნახსენები გაორების მთავარი არსი არის, ხო? კერძოდ ის, რომ საკითხი ისმება, როგორ ხორციელდება საერთოდ სახალხო სუვერენიტეტი, რომელიც იდეაში სახალხო ხელმწიფება, როგორც ამას ერქვა, ხო, მაშინდელ ქართულში, რომელიც აგერ 21 წლის კონსტიტუციაშიც აისახა, ხო, რომ ხელმწიფება ეკუთვნის მთლიანად ერს და პარლამენტი, რომელიც უნდა შეკრებილიყო მერე უკვე მიღებული კონსტიტუციის შემდეგ, უნდა ყოფილიყო განმახორციელებელი აი ამ სრულიად ერის ხელმწიფებისა, ხო? მაგრამ ანუ ეს ხალხის ხელმწიფება, ხო, სუვერენიტეტი როგორ ხორციელდება, თქვა კონსტიტუციაში რომ ბევრად რო გამოკვეთილი არის, ხო? და აშკარად რომ ეწერება იმ საკმაოდ კლასიკურ მოდელში, რაც არის ეს რაღაც წარმომადგენლობითობა და დელეგირება, ასე ვთქვათ, ხო? ძალაუფლების, ხო? ანუ ხალხს აქვს ეს ხელმწიფება, რომელსაც ის გადასცემს პარლამენტს, რომელიც ირჩევს ხო, მთავრობას, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივად მის მაგივრად ამ ხელმწიფებას, ხო?
და idеაში რაც არ უნდა ახლა იქ გასაგები იყოს რომ პირველ რესპუბლიკაში თვითმმართველობა ძალიან მასშტაბურად მოიაზრებოდა ხო ძალიან ბევრი პრეროგატივა რჩებოდა თვითმმართველობებს და ამას უნდა მაქსიმალურად ჩაერთო ყოველდღიურ დონეზე ადამიანები სახელმწიფოს გამგებლობაში მაგრამ მაინც აი ეს კლასიკური წარმომადგენლობითი დაყოფა ხო ერთის მხრივ ანუ წარმოდგენილ ხალხს და მეორეს მხრივ მათ წარმომადგენელ იმებს დეპუტატებს თუ თავრობის წევრებს შორის ხო რომლებიც მას ასე ვთქვათ მისგან მიიღებენ თელ ამ ძალაუფლებას ეს სახეზე არის და ამაში არაფერი დიდი ორიგინალური არ არის უბრალოდ თვითონ რესპუბლიკის პერიოდში რაც ხდება და რაც ძალიან ესეთ რთულად მოსახელთებელს ხდის აი მაშინდელ დინამიკას არის ის რომ რეალურად ეს წარმომადგენლობითი ინსტიტუციები ხო მაგალითად ამ შემთხვევაში დამფუძნებელი კრება რომელიც 19 წელს აირჩა ხო იმისთვის რომ კონსტიტუცია შეედგინა და ნუ უბრალოდ ელემენტარულად ემმართველა სანამ ნორმალური ვითარება დამყარდებოდა ხო ეს წარმომადგენლობითი ინსტიტუციები როგორც წესი მიდრეკილები არიან რომ თლიან თავიანთ თავში შეკეტონ ეს ძალაუფლება და ხალხი მას რაწამს გადასცემს ამ ძალაუფლებას მე ეს ხალხი საერთოდ გამოთიშონ ასე ვთქვათ ხო და ხალხი კი არის თვითონ დამფუძნებელი ასე ვთქვათ ხო იმ ინსტიტუციისა ამ შემთხვევაში კრებისა რომელიც თვითონ ხდება მე დამფუძნებელი კონსტიტუანტა ხდება მე ხო ვთქვათ და კონსტიტუციის დამწერი ხო თვითონ ეს კრება თავის თავზე იღებს პრეროგატივას რომ ასე ვთქვათ მოახვიოს თუ გადააფაროს აი ხალხს როგორც დამფუძნებელს თავზე ხალხის უკვე ის გაგება რომელიც მას როგორც აი შედგენილ შემდგარ დაფუძნებულ ინსტიტუციას სურს რომ მოახვიოს ხო და თქვათ ამ შემთხვევაში მართლაც აი იმ არჩეული პოლიტიკოსების პრეროგატივა გახდა ის რომ თქვათ განსაზღვრულიყო რისგან შედგებოდა ეს ქართველი ხალხი რომელსაც იდეაში აი ეს ხელმწიფება ეკუთვნოდა ხო და ეს იყო თქვათ ხო უმრავლესად რაღაც ეთნიკურად ქართველი ხო რელიგიურად მართლმადიდებელი და ნუ დემოკრატიაზე რადგან იყო საუბარი ეს უნდა ყოფილიყო მეტწილად აი დაბალი ფენების ალიანსისგან შემდგარი ხალხი როგორც წარმართველი ძალა პირველი რესპუბლიკის ხო და მთავარი კითხვა არის რომ სად მიდის აი ეს ხალხის როგორც აი დამფუძნებელი ძალის აი ხელმწიფების წყაროს აი ეს ძალა ხო სად მიდის როცა ეს არჩეული წარმომადგენლები უკვე კრებაში შეიკეტებიან ასე ვთქვათ ხო ვორონცოვის ყოფილ სასახლეში რომ შეიკეტებიან და ფაქტობრივად იქ აღარ არის არანაირი ადგილი იმისთვის რომ ხალხი რამენაირად დამატებით კიდე ჩაერიოს კრების როგორც საყოველთაო არჩევნებით ლეგიტიმირებული ორგანოს სამუშაოში. საინტერესო მაგ ხრივ არის ისიც რომ 26 მაისს რომ 18 წელს რომ ეს ეროვნული საბჭო რომ მიიღებს იმას დამკვიდრებულ აქტს 19 წელს რო იკრიბება კრება პირველი რაც საკეთებენ ეს არის რომ ხელახლა ამტკიცებენ დამკვიდრებულ აქტს იმისთვის რომ ბოლომდე თავიანთი ასე ვთქვათ ლეგიტიმაციის აი ჩარჩოში შეკეტონ ის რაც დარჩებოდა სხვანაირად მათ მიღმა ასე ვთქვათ ხო როგორც რაღაცა გარე ასე ვთქვათ ძალა ხო ისევე როგორც შვენწის რევოლუცია და ყველა სხვა მოვლენა რომელმაც მოიტანა თვითონ აი ამ კრების შედგენა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი სახალხო გვარდია რა ფუნქციას ასრულებს და ეს ვალიკო ჯუღელი როგორც არტიკულირებს აი ამ რასაც გაურება უწოდეთ ხო არის სწორედ აი ეს გარღვევა აი ამ ჩაკეტილი წრის რომელსაც დამფუძნებელი კრება როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების ორგანო აი ეს იმ გარს ხო რომელსაც შემოიკრავს თავის გარშემო ეს დამფუძნებელი კრება ხო სახალხო გვარდია არის ის ინსტანცია რომელიც ხალხის სახელით მუდმივად ეჭრება ასე ვთქვათ ამ
ამ კრებას და მოარღვევს აი ამ რაღაცნაირ მონოლითურობას. და ეს ამის ასე ვთქვათ პრეროგატივას, ამის უფლებას იმიტომ აძლევს თავს სახალხო გვარდია და პირველ რიგში ჯუღელი როგორც მისი ლიდერი, რომ მათ იციან, რომ მართლაც რომ არა მათი თანხმობა 18 წლის ივნისში რომ გადაეცათ მართლაც მთავრობისთვის ასე ვთქვათ რეალური ძალა, რომელიც მათ ეპყრათ, რადგან მათ ხელში იყო იარაღი, უბრალოდ ქართული სახელმწიფო ვერ შედგებოდა იმ ძლიერი ფორმით, როგორითაც ის შედგა. ხო, იმიტომ რომ ვიცით, რომ 26 მაისის მერე იყო თავიდან კოალიციური მთავრობა, რომელშიც ნაციონალ-დემოკრატებიც შედიოდნენ, ოღონდ მათ არანაირი რეალური, ასე ვთქვათ, ბერკეტები ძალაუფლების განხორციელებს არ ჰქონდათ, ეს იძულების მექანიზმები, რაც იდეაში სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტი არის, მათ არ ჰქონდათ და ჯუღელი პირდაპირ ამბობს, რომ არა ჟორდანიას ავტორიტეტი, მართალია ჩვენ მარქსისტები ვართ და არ გვწამსო ისტორიაში ავტორიტეტის როლის, ხო, მაგრამ ჟორდანიის შემთხვევაში სხვანაირად არისო, სწორედ პიროვნება შეუძლია განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულოს და მხოლოდ მისი, ასე ვთქვათ, თუ ის იქნება მთავრობის თავმჯდომარეო და არა ნოე რამიშვილი, რომელსაც დიდად გულზე არ ეხატებოდა ჯუღელი და არც პირიქით მოკლედ ჟორდანია რადგან გახდა მთავრობის თავმჯდომარე უკვე ივნისიდან, მაგიტომ ჯუღელი და გვარდია, რომელიც იყო მუშთა საბჭოს შეიარაღებული ძალა, დათანხმდა იმას, რომ ასე ვთქვათ, გადაეცათ აი ეს რეალური ძალა იმ თავისთავად სუსტი მთავრობისთვის და ამითი ერთიანი ეს მაგარი მთავრობა შემდგარიყო, რომელიც შეძლებდა უკვე გამკლავებოდა მთელ იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს ედგა მაშინ წინ, ხო? და ამ ხრივ ძალიან საინტერესოა, რომ თქვა თუ წინაზე ვნახეთ ჟორდანიას პერსპექტივიდან როგორი არის ეს რევოლუციური ავტორიტეტად ყოფნა, ხო, რომ მიმართავს იქ სახალხო გვარდიას და რაღაცნაირად რომ გამოულოცავს, ასე ვთქვათ, ხო, ამ ძალაუფლებას და დაარწმუნებს, რომ რევოლუციის სახელით, ასე ვთქვათ, გადასცენ მთავრობას. ეხლა ჯუღელის პერსპექტივიდან ვხედავთ, როგორ ფაქტობრივად აშანტაჟებს, შეიძლება ითქვას, მთავრობას, რომ კოალიციური პრინციპი მოირღვეს, რომ ბურჟუაზიული ელემენტები, ასე ვთქვათ, გაიწმინდოს და მთლიანად სოციალ-დემოკრატიული მთავრობა შედგეს. და აქედან იწყება აი ეს მუდმივი, ასე ვთქვათ, პარალელური მონოლოგი ვალიკო ჯუღელისა იმ თავის დღიურში მძიმე ჯვარი, ისევე როგორც მისი ძალიან ისე თეატრალიზებული შევარდნები დამფუძნებელ კრებაში შეიჭრება ხოლმე, სულ უფრო და უფრო ხშირად, რაც უფრო წინ მიდის დრო და ძალიან ასე ვთქვათ, რაღაც დესტაბილიზაციის შემტანი ფაქტორი ხდება ხოლმე, ყოველშაბათში ეროვნულ-დემოკრატები და დანარჩენი სხვა ეს პატარა მემარცხენე ოპოზიციური ძალები, დიდად კეთილგანწყობილები არ არიან. მაშინ როცა ვთქვათ, რაჟდან არსენიძე, რომელიც იყო სოციალ-დემოკრატი იუსტიციის მინისტრი, ხო, და კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, პირიქით სულ იმას უსვამს ხაზს, რომ გვარდია ეს არის შეიარაღებული რევოლუცია და რადგან კრებაც არის ისეთივე რევოლუციური ორგანო, როგორც აი იაკობინელების დროს იყო კონვენტი, ამიტომ უბრალოდ კრება და გვარდია არის ერთი მეორის, ასე ვთქვათ, ორი, ასე ვთქვათ, განტოტვა არის რევოლუციისა. და ძალიანაც თავისი ადგილი აქვს ჯუღელს ამ კრებაში, ხო? თუმცა ჯუღელს მუდმივად შეაქვს რაღაცა ტიპის ოპონირების რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ის ხო ლოიალობას უცხადებს პირველ რიგში ჟორდანიას და მისი ხათრით ემორჩილება, ხო, დანარჩენ მთავრობასაც.
თუმცა გვარდია ხო ანუ ჟორდანიას რჩება დამორჩილებული და არა თქვათ სამხედრო სამინისტროს და ისევ ანუ ჟორდანია ერთ-ერთი გარანტი იმისა რომ ეს შეიკრას ეს გაურება ასე ვთქვათ ძალებს შორის ჯუღელი მუდმივად წამოჭრის ხოლმე ხელახლა აი ამ საკითხს რაც არის აი ეს ხალხის ხელმწიფება ასე ვთქვათ ხო რომ რაღაცა ისეთი არის დამატებითი ჭარბი რაღაცა ენერგია მართლა სახალხო რევოლუციური რომელსაც თუ ეს დეპუტატები გადაწყვეტენ რომ გადაუხვიონ თუ მოდუნდნენ თუ ნამეტანი ბიუროკრატიაში ჩაეფლნენ და ასე შემდეგ ჯუღელი სულ ღია თუ უფრო დაფარული ტექსტით ემუქრება რომ შეანჯღრებს ასე ვთქვათ ალაგ-ალაგ იმაზეც კი არის საუბარი რომ საერთოდ თავის ანუ ასე ვთქვათ მისი ლოიალობით ვეღარ ისარგებლებენ სოციალ-დემოკრატები თუ საკმარისად წინ არ წაწიეს რევოლუციის საქმე ვთქვათ გვახსოვს ორდროშიანობის პრობლემა რომ დადგა წითელი დროშა რო ჩამოხსნეს და მარტო ეროვნული დროშა დატოვეს იმ მთავრობის სასახლის წინ, მაშინაც ფაქტობრივად ის პირდაპირ აცხადებს, რომ აჰა, ესე იგი ტრობა ჩამოაგდესო ამ ორ დროშას შორისო თან ვინო სოციალ-დემოკრატებმაო თვითონ ხო ბურჟუებმა კი არაო ანუ შრომელი ხალხის ხელისუფლებამო და ნუ აწიო დაე მაშინ ტრობა იყოსო და მუდმივად მოკლედ აი ამ წითელი დროშის ხაზის გამონკვეთი არის თავის როგორც დღიურში ისე როცა კრებაში გამოდის ხოლმე ისეთი ექსცენტრიული სიტყვებით. ხო, ну რაც თავარია, მოკლედ მის ფუნქცია არის ის, რომ არ დააცალოს აი ამ დამფუძნებელ კრებას, რომ მან ის ბოლომდე მოიხარშოს, გამკრივდეს თავის აი ნაჭუჭში და მუდმივად ხდება მოლაღება აი ამ დამფუძნებელი კრების როგორც მონოლითური ინსტანციისა და მისი ასე ვთქვათ გახსნა აი ამ სახალხო ინტერვენციისთვის. ოღონდ ისევ და ისევ არამაინც უშუალოდ რაღაც ზოგადად ხალხის მხრიდან, არამედ სახალხო გვარდიის როგორც აი ამ ხალხის წარმომადგენლის მხრიდან, ხო, როგორც არსენიძე ამბობს, შეერაღებული რევოლუციის ხორჩესხმული რევოლუციის მხრიდან. ერთი მთავარი პრობლემა რა თქმა უნდა რაც აქვთ არა მენშევიკ დეპუტატებს არის ის რომ რადგან სახალხო გვარდია ემორჩილება პირადად ჟორდანიას ну ფაქტობრივად ეს არის რომ ამ კაცო ესე იგი თავისი პრეტორიანული შეერაღებული თავისი პირადი გვარდია ყავსო თავისი მცველები ყავსო და თუ თან დამფუძნებელ კრებაში უფლებას ვაძლევთ რომ თქვა ჯუღელმაც იაროს და წევრიც იყოს გამოდის რომ ესე იგი მთავრობას თავისი შეერაღებული ძალა უზისო უშუალოდ კრებაშიო და თქვა კვინიტაძე გენერალი ხო რომელიც ძალის მის დროს დამსახურებიდან არანაირად რო არ იყო სოციალისტი მიხოთ იმისა რომ უფასებს ჯუღელს 17 წელს განსაკუთრებით მის გამბედაობას რამაც კავკასიაში ასე ვთქვათ დაალაგა სიტუაცია რესპუბლიკის პერიოდში უკვე სახალხო გვარდიას უწოდებს სახელმწიფოში რომელიც აბსოლუტურად თვითყოფადად მოქმედებს და ფაქტობრივად კლასობრივი დაჯგუფება უფრო იყო ვიდრე და არ ქონდა საკმარისად გასაგრძელებული რომ სამშობლოს უნდა შესწირო ასე ვთქვათ ცოცხლები ხო რაც ვთქვათ უნდა ყოფილიყო უკვე რეგულარული ჯარის პრეროგატივა ხო და სადაც არსენიძე ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას, რომ ეს გვარდიელი კრებაშიც უნდა იყოს, ხო? და კანონმდებელიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ის იცავს იმას, რაც ეწოდება რევოლუციური კანონმდებლობა და რევოლუციის წარმომადგენლობა რევოლუციის ხანაში. ანუ ისევ და ისევ, როცა კონსტიტუცია არ არის, ეს არის ის რაღაცა, სრულად სხვანაირი სახის წარმომადგენლობა, რომლის უფლებაც აქვს, თქვათ, სახალხო გვარდიის ნაირ სტრუქტურას მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელი კრება სრულად სხვა წესით
აირჩა და ან თლიანობაში რასაც ვიღებთ ხო ეს სტრუქტურულად რო შევხედოთ რა ტიპის ასე ვთქვათ რეჟიმთან გვაქვს საქმე ხო ეს არის ის რომ მიღოთ იმისა რომ რა თქმა უნდა ორ ხელისუფლებიანობას არ ვიღებთ როგორც 17 წელს რუსეთში ხდება ვიღებთ ერთგვარ ანუ ერთ ხელისუფლებიანობას ოღონდ შინაგანად გაორებულს ხო საბჭოებიდან გადადის ძალაუფლება რეალური ძალა მთავრობაზე ოღონდ თვითონ ჟორდანიაც და მთავრობაც და მით უმეტეს ახალ გვარდია შეითვისებს აი იმ რევოლუციურ აი საბჭოების აი შრომელთა სოციალისტურ იმას სულისკვეთებას და ამით მუდმივად ეჭრება გადასერავს აი უფრო ეროვნულ სახელმწიფოებრივ ერთიან ფორმალურ ინსტიტუციურ ჩარჩოს. ამაში ეს ხდება მე ასე ვთქვათ ეს ქმნის შინაარს დემოკრატიისაც როგორც ცნების რომელიც ერთის მხრივ ნიშნავს ჩვეულებრივ მმართველობის სისტემას ხო სადაც ხალხი ახორციელებს სხვა წარმომადგენლობით უშუალო სახით მართვას მაგრამ შინაარსობრივად რო ნიშნავდა რეალურად უფრო ამ დაბალი და საშუალო ფენების ალიანს ბურჟუა და არისტოკრატიული უმცირესობის წინააღმდეგ ხო რაც თავისთავად ედება საფუძვლად მოქალაქეობის ორნაირ გაგებასაც სადაც რეალურად ხედავთ ეს დემოკრატიაში ეს მყრობელობა ეს კრატია სინამდვილეში რაში მდგომარეობს ხო ერთის მხრივ გააქვს უფრო აბსტრაქტული ფორმალური გაგება მოქალაქეობისას როცა ყველა მოქალაქეს ენიჭება თანაბრად უფლებები ყოველგვარი კლასობრივი განსხვავების და მიუხედავად ხო და ის როგორც წესი არის აი ის ფორმალური სუბიექტი ვინც დელეგირებას ახდენს ძალაუფლებისა თავის წარმომადგენლებზე ხო დაქირავებულ მოხელეებზე როგორც იტყვიან ხოლმე მაგრამ მეორე მხრივ ეს არის მოქალაქე არის პირველ რესპუბლიკაში ძალიან კონკრეტული ტიპაჟი ხო ეს როგორც ჭყენკელი ამბობს შეგნებული ქართველი მუშა რომელიც თან არის იარაღასხმული ასე ვთქვათ ხო სახალხო გვარდიის შემთხვევაში მით უმეტეს არის შეიარაღებული რევოლუციური სახალხო ძალა და ამითი ასე ვთქვათ ისე სრულფასოვნად ახერხებს რომ უზრუნველყოს თავის თანამონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში როგორც ნუ ვერ მოახერხებ ხო როცა იარაღი არ გაქვს ხო თქვათ რა ვიცი ანუ იგივე დღეს რაც არის ხო თქვათ ყველაზე გავრცელებული მეინსტრიმული პარადიგმა დემოკრატიული მმართველობის არის ის რომ მართლაც ბოლომდე დელეგირება ხდება ყოველგვარი ძალაზე უფლებისა ხო იმ სუვერენიტეტის განმახორციელებელი ხელისუფლებისთვის და შენ ფაქტობრივად რჩები უბრალოდ რა ვიცი ხო ანუ რამდენიმე წელიწადში არჩევნებზე თუ მიხვალ ხო და თუ თქვათ მე შეგექნა პრობლემა ხელისუფლებასთან ფაქტობრივად მძევალი ხარ თუ აღმოჩნდა რომ მას საკმარისი პოლიტიკური ნება არ გააჩნია რომ კომპრომისზე წამოვიდეს და შენთან დიალოგში იყოს ხო რაც თლათ ახლა ესეთი უცხო სიტუაცია არ არის ჩვენთვის და ანუ აი ეს შეერაღებული მოქალაქის იდეა რაც დღეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩვენთვის ხო და შეიძლება მაქსიმალურად ასოცირდებოდეს რა ვიცი მხედრიონთან და 90-იან წლების ბესპრეცედენტთან სინამდვილეში იმ პერიოდშიც და მანამდეც მით უმეტეს მოყოლებული ამ საფრანგეთის თუ ამერიკის რესპუბლიკური გამოცდილებებიდან იყო პრინციპში ის მოქალაქის ის იდეალი რომელიც დომინირებდა რომ რეალურად მოქალაქე ყოფილიყო არაუბრალოდ ფორმალური სუბიექტი, ან თქვა თავის კერძო საქმიანობაში შეკეტილი ადამიანი, არამედ პოლიტიკაში მართლაც ორგანულად ჩართული ყოველდღიურად და ისეთი ბერკეტების მქონე, ხო, ზემოქმედების, ზეწოლის ბერკეტების მქონე, იმათზე, ვინც თქვა უფრო, ხო, ანუ თქვა არჩეული ხელისუფლება იყო, როგორც ნუ შეერაღების გარეშე უბრალოდ ვერ გექნება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს უფრო ინკლუზიური თანამონაწილეობითი გაგება იყო მოქალაქეობისა, ვიდრე ის, რომელიც ეს დელეგირებაზე, მთლიან დელეგირებაზე და მერე უბრალოდ არჩევნებამდე ხმის მიცემაში ვლინდება ხოლმე.
ხო, ეს არის რაც შეეხება აი ამ სრულიად სხვანაირ აი რესპუბლიკურ მოქალაქეობრივ სულისკვეთებას, ხო, რომელიც ასევე შეიძლება გაუგებარი იყოს და ძალიან ხშირად, ამიტომ სახალხო გვარდიასაც დღევანდელი მკვლევარებისთვის ცოტა ესეთ უხერხულ ელფერს სცენს ერთის მხრივ რომ ის რეგულარული ჯარისგან განსხვავდება და პარალელური სტრუქტურა და მეორეს მხრივ არც ბოლომდე ჯარი არ არის, არამედ არის მუშების მართლაც, ანუ ქარხნებში დასაქმებული მუშების შეარაღებული ფორმირება. და ხო, ანუ კიდევ ერთხელ უბრალოდ რომ გავიხსენოთ წინაზე რაც თქვით, ხო, ჟორდანიაზე რომ აი რატო იყო, რომ ესე იტაცებდა, თქვა, რობესპიერის ან დანტონის ნაირი ფიგურები, მთლიანად თქვა, ჟან ჟორესი როგორც ინტერპრეტირებს მათ რატო აინტერესებდა, ხო, მათი მოხელთება და მათი აი ამ ისტორიული პარალელებით ხელმძღვანელობა. ეს სწორედ ემყარება იმას, რომ მასაც ის იძულებულია ფაქტობრივად, რომ იყოს ის გაპიროვნებული, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი, ვისაც პირდაპირ ემორჩილება ჯუღელი და სახალხო გვარდია და მას რეალურად აქვს მხოლოდ სიტყვა, მხოლოდ თეორია, ხო, მხოლოდ ეს რაღაცა მსოფლმხედველობა და ეს პრეროგატივა, რომ განუმარტოს თავის აი ამ თანაპარტიელებს და მუშებს ის თუ საერთკენ მიდის საერთოდ მსოფლიო პროცესი და რა არის სწორი რომ გაკეთდეს, ხო? და მაგიტო არის რომ თქვა გვარდიასთან მოხსენებაში ამბობს კიდევაც რომ რეალურად თქვენ ხართ ის ვინც იარაღით გვიცავს და ჩვენი უიარაღოების ასე ვთქვათ მიზანი არის რომ პოლიტიკურად დაგეხმაროთო იმაშიო რომ ასე ვთქვათ სწორ გზას არ აცდეთო, ხო? რომ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაიჩეხოთ, არამედ პირდაპირ იაროთ სწორი ნაბიჯით სოციალიზმისკენ, ხო? ისე რომ ოღონდ ჯერ იკავებ აი ამ მოთმინების მდგომარეობაში აკავებ სიტუაციას და აი ბოლშევიკურ სისწრაფეში ასე ვთქვათ არ გადახდები. და აი ეს პოლიტიკურობა ასე ვთქვათ, ხო, ეს დარწმუნება, ეს რაღაც რიტორიკული, აი თეორიული უნარებით აი ამ შეარაღებული მასის მართვა არის ის, რაც ჟორდანიას მოწონს აი ვთქვათ რობესპიერის თუ დანტონის ნაირ აი რევოლუციურ სუვერენობაში, რასაც ვთქვათ ჟორესისგან ისესხებს, ხო, აი სულისკვეთებით და ნიჭით მართვაში. რაც იყო ჟორდანიას და გვარდიას შორის, ასე ვთქვათ, ეს დინამიკა, ასე ვთქვათ, ხო? ხო, რეალურად აქ რაც კიდე ერთი პრობლემა ჩდება, აი რო თქვით რომ ეს მემარჯვენეები, ნუ საშინლად წინააღმდეგები იყვნენ, რომ სახალხო გვარდიას ქონოდა ამხელა ფუნქცია და რეგულარული ჯარი რო იჩაგრებოდა, ხო, რასაც ნუ სოციალ-დემოკრატები იმითი ამართლებდნენ, რომ რეგულარული ჯარი არ არის დემოკრატიული სტრუქტურა, მან საკუთარი წამსის მოთხოვნილების ანუ მიუხედავად მაინც ანუ ერეკებიან ადამიანებს, ხო? და შეგნებული, ასე ვთქვათ, შეგნებული პოლიტიკური მიზნით რომ დაიცვა, თქვათ, რესპუბლიკა არ მიდიხარ და ეს ჩაგვრის მექანიზმი იყო ოდითგანვეო, მით უმეტეს რომ გენერლებს დიდად ასევე არენდობიან იდეოლოგიური მიზეზების გამო. რასაც სოციალ-დემოკრატები იჩემებენ, ხო და რაც ასევე სრულიად მოუხელთებელი რჩება ხოლმე დღეს. ეს არის ის, რომ აი თქვათ იგივე არსენიძე რო ლაპარაკობს იმაზე, რომ არა, გვარდიელს უნდა კონდეს, რომ იყოს კრების წევრი, იმიტომ რომ ის არ არის თქვათ როგორც რეგულარული ჯარისკაცი, რომელიც უნდა იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკური ტიპი, ხო, ისე როგორც გენერალი, ხო? იმიტომ რომ ის მართლაც არის რაღაცა უფრო სახელმწიფოებრივი სახელმწიფოს მოხელე, ხო? გვარდიელი პირიქით, ანუ თავისთავად იყო კონკრეტულად აი ქართველი ხალხის, ხო, მშრომელი, ასე ვთქვათ, ქართველი მასის ამონაზარდი, ხო? ის იმთავითვე იყო პოლიტიკური სუბიექტი და მით უმეტეს იარაღით ხელში ის იყო ის, ვინც პირველი გარბოდა რესპუბლიკის დასაცავად ყველა მიმართულებით.
ხო? და აი ეს მთლიანობა, ეს რაღაცა ჰოლისტური მიდგომა, ხო? აი ამ გვარდიელთან, რომელიც ყოფილიყო მუშაც, მხედარიც, ხო? და პოლიტიკოსიც შეიძლება და ყოფილიყო კრებაში, აი ეს რაღაცა ერთიანი მრავალმხრივი მიდგომა იმისადმი თუ რა იყო ესეთი სრულფასოვანი მოქალაქე, აი ამ იდეალს ესწრაფვიან სოციალ-დემოკრატები და მაქედან არგუმენტირებენ იმას, რომ რეალურად საბოლოო ჯამში აღარც უნდა იარსებოს ესე რეგულარულმა ჯარმა, კლასიკური გაგებით, უნდა მთლიანად გადავიდეთ სახალხო მილიცია, რასაც ქვია იმ სისტემაზეო, ანუ აბსოლუტურად გენერალიზებული რო იქნებოდა ყველა მოქალაქეზე თავდაცვის უნარიანობა და სახალხო გვარდია ისეაც ახლა ხო რევოლუციური სტრუქტურაო და იქამდე იქნება სანამ რევოლუცია გრძელდებაო და რევოლუცია რო აღარ იქნება, სახალხო გვარდიაც მაშინ მოისპობაო. სახალხო გვარდია გამოდიოდა უბრალოდ აქ და ახლა ერთგვარი წინსწრება, პატარა ჯგუფის სახით წინსწრება იმისა, რაც მთელი რესპუბლიკა უნდა გამხდარიყო, ხო? აი ეს მართლაც შეერაღებული, მშრომელი, პროფესიონალი, პოლიტიკოსი, ყველაფრით შემკობილი, ეს რესპუბლიკური სულისკვეთებით გაჟღენთილი მოქალაქე, ხო? ყველანაირი უნარით აღჭურვილი, რომელიც მართლაც იქნებოდა უნარიანი, რომ ყოველდღიურ დონეზე ემმართველა და ემონაწილევა ყველა მიმართულებით და არ ყოფილიყო რაღაცა ფრაგმენტირებულად რაღაცა ნიშაზე მიკერებული. ხო, და აი ამისი მაგალითად ერთი ძალიან კარგი მაგალითია, რომ ნახოთ აი როგორ განსხეულდებოდა, ხო, ეს პროექტი აი ამ რაღაცა უფრო მთლიანი მოქალაქისა, მხედარი მოქალაქისა. არის რომ რა თქმა უნდა ეს გვარდია რო ასრულებს ამ რესპუბლიკის და რევოლუციურ მონაპოვართა დაცვის ფუნქციას, ამავდროულად მუდმივად არის იმის შეგნება, რომ ეს დამანგრეველი საქმიანობაა, ხო, კლავ ხოცავ ადამიანებს და გრევის მეტი არაფერი არ არის, მაგრამ რევოლუცია სხვანაირად არ ხდება. მაგრამ ამავე დროს თავისუფალ დროს, როცა არ უწევდათ კამპანიებში ყოფნა, ასე ვთქვათ, სახალხო გვარდიის ჩართვა ხდებოდა საცდელ ექსპერიმენტულ სამიწათმოქმედო არეალებში. ნუ ყარაიაზი იყო ეს შემთხვევა, ეხლა ამჯერად აზერბაიჯანში არის, უკვე რაშინ საზღვარზე იყო. აი ამ ველზე ყარაიაზის გვარდიელები ჩაერთვნენ აი ხნის სამუშაოებში და თქვა ჯუღელი ამას დღესასწაულობს როგორც აი ორგანიზებული საზოგადოებრივი შრომაში ვარჯიშის ესეთ ერთ ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯს. და ამისი ნაწილი არის აი ამ ტიპის აი მრავალმხრივი მოქალაქის განვითარების ნაწილი არის ისიც თქვათ ჩვენთვის დღეს ცნობილი უკვე ეს შევარდენის საზოგადოება შევარდენი რო იყო ტანვარჯიშის, ხო? ანუ აი ეგ რა ფუნქციასაც ასრულებდა, ხო? ასევე იმ პერიოდში განხილულია როგორც აი ამ რაღაცა ერთ კონკრეტულ სპორტულ საზოგადოებაში ექსპერიმენტულად განსხეულება და სამომავლოდ წინსწრება მთელი საზოგადოებისთვის აი იმ ორგანიზებულობისა, ხო, რომელიც უნდა დამდგარიყო მაშინ როცა სოციალიზმში შევაბიჯებდით, ხო, ეს შეკავშირებული, კოორდინირებული, ორგანიზებული, ხო, ორგანულად შეკავშირებული ძალების ერთობლიობა, ხო, როგორც მეურნეობაში, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა არეალებში, ხო? და საინტერესო არის რომ არა შემთხვევითი რომ შევარდენის თაობაზეც ის პოლიტიკოსი აყალიბებს ყველაზე ესეთ წყობრო თეორიულ ხედვას, რომელიც სახალხო გვარდიაზეც აი ამ რაღაცა მოქალაქის მრავალმხრივობას იჟინებდა, ხო? ეს ივანე გომართელი, რომელიც მაგალითად კრებაში ითხოვს შევარდენისთვის
დაფინანსების გაზრდას, იმიტომ რომ ყველა მოქალაქემ უნდა ისწავლოსო, ილეთებიცო, იარაღის ხმარებაცო და ყველაფერი, ანუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ორგანიზაცია არისო ესო. ხო, ანუ აქ მართლა შეგვიძლია ვნახოთ როგორ სივრცულ სხეულებრივ დონეზე ხდება, ასე ვთქვათ, რეალიზება იმისა, რაც უნდა ყოფილიყო ეს რესპუბლიკა, როგორც წყობრი, შეკავშირებული, აწყობილი ორგანიზმი. მაგრამ მეორე ამბავი და პრობლემა და დილემა რაც ჩდება არის ის რომ რამდენადაც ყავს ეს ავანგარდები ასე ვთქვათ შევარდენის სახით თუ სახალხო-გვარდიის სახით რომელიც როგორც ვთქვით ნაკლებად უფრო ნაკლებ ლამაზ სანახაობა იყო და დისციპლინა თლათ მაღალ დონეზე ვერ იყო მაგრამ ნუ ჯუღელი ყოველთვის ცდილობს რომ ეს ანუ არტიკულირების დონეზე იმ დღიურშიც მაქსიმალურად უფრო სულისკვეთებას და იდეა გააჟღეროს ვიდრე ის რომ ვთქვათ აღწეროს სიტუაცია როგორ არის ან ვთქვათ თუ სახალხო-გვარდია ვერ იქცევა კარგად და ვერ ამოწმებს სიმაღლეზე ესეც როგორც რაღაცა დროებითი მოვლენა ისე მონიშნოს მაგრამ თავარი არის ის რომ ყავს ერთის ავანგარდები კონკრეტული პარტიკულარული ჯგუფები რომლებიც წინ იხედებიან და განსხეულებული წინსწრება არიან იმისა რაც უნდა მომავალში დადგეს და ყავს ხალხის უდიდესი უმრავლესობა რომელიც აშკარად არ შეესაბამება ასე ვთქვათ აი ამ დიად სოციალ-დემოკრატიულ იდეალს რომელიც როგორც ვთქვით ჩენკელის სიტყვებით, ნუ შედგებოდა აი ამ იყო შეგინებული ქართველი მუშა პირველ რიგში, ხო? და საკითხავი არის, რას უშვრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არაშეგნებული, არაქართველი, არამუშები არიან, ხო? და ძალიან ხშირად ეს სამი რაღაცა ერთმანეთს ემთხვეოდა, ასე ვთქვათ, მით უმეტეს რესპუბლიკის პერიფერიებში. და ეს წამოჭრის თელ იმ პრობლემას თუ აი ვინ არის საბოლოო ჯამში მართლაც ის ხალხი და რამდენად ინკლუზიური არის ის ხალხი, ვინც უნდა ყოფილიყო აი ამ ხელმწიფების წყარო, ხო? ამ რესპუბლიკის მმართველობისა. მაგალითად, ანუ და ამ პრობლემის აი ამ რაღაც აი ამ ხალხს როგორც არსებულ მოცემულობასა და ხალხს როგორც აი ამ სამომავლო იდეალს შორის აი ამ ნაპრალის ამოვსების ასე ვთქვათ ერთ-ერთი ასევე ძალიან ტერიტორიული სივრცული გადაწყვეტის მაგალითი არის რა ტიპის განსახლების, ნუ პირდაპირ კოლონიზაციის პოლიტიკას ეწევიან აგრარულ სფეროში, ხო? თქვათ ნოე ხომერი კი მიწათმოქმედების მინისტრი და ის ვინც გაატარა ის ცნობილი მიწის რეფორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პერიფერიები დიდწილად იყო დასახლებული არაქართული ელემენტებით, რომლებიც თან ამავე დროს უმეტესწილად იყვნენ რესპუბლიკისადმი, ხო, მტრულად განწყობილებიან ინდიფერენტულად და რადგან იქ ბევრი თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი, საუბარი არ არის აყრაზე და გადასახლებაზე, ეს მათი ასე ვთქვათ, იმაში არ შედიოდა, მაგრამ ანუ ქართული ელემენტებით დასახლება აი ამ ცარიელი ადგილებისა მიიჩნეოდა უპრიანად იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, რესპუბლიკა გამყარებულიყო თავის საზღვრებში. და ანუ აქ ანუ ისე ისმება საკითხი, ხო? თან ანუ გულიო, საქართველოს გულიო, კარგად არისო, რომ ხო მეტწილად ან ეთნიკურად ჰომოგენური ქართული შემადგენლობა არისო, აი გარშემო არისო სრული სიჭრელეო, ხო? რაც პრობლემას ქმნის და განსახლების პოლიტიკას თუ აქტიურად ვაწარმოებთ, ესე იგი ეკონომიკურადაც გავაღონიერებთ ქვეყანას და პოლიტიკურად გავამტკიცებთ ნორჩ რესპუბლიკასო. და აქ ერთდროულად თან ეკონომიკურ კლასობრივი განზომილებაც აქვს, ხო? იმას თუ რა არის ეს ერთიანი ხალხი, ხო, რომელიც შედის ამ რესპუბლიკაში და მეორე მხრივ ძალიან კაფიოდ ეთნიკური
მახასიათებელი აქ და ძალიან ხშირად უბრალოდ შეუძლებელი ხდება მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა, ხო? და ეს გადაჯაჭვული არის ძალიან ისეთ მკაფიო ცივილიზატორულ ნარატივთან, ხო? რომ ასე ვთქვათ, ეს პერიფერიებში მცხოვრების არაქართველი, არაშეგნებული, არამუშა გლეხი ისინი, ხო? ელემენტები არიან რაღაცა უფრო ჩამორჩენილ საფეხურზე. და საჭიროებენ იმას, რომ რაღაცა მოაქციო, უფრო სინქრონში მოაქციო აი ამ დანარჩენ უფრო დაწინაურებულ ავანგარდში მდგომ ხალხის კარგ ნაწილთან, ასე ვთქვათ, ხო? და თბილისიც ამ შემთხვევაში მithumetes მას მერე რაც უკვე ამიერკავკასიის ერთიანი ამიერკავკასიის დედაქალაქი აღარ იყო და რო ხდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ვიცით რომ თბილისშიც ეს ნაციონალიზაციის ასე ვთქვათ ტენდენცია ძალიან დიდი არის, ხო? ერთის მხრივ თბილისი არის რევოლუციის დედაქალაქი, ხო? კავკასიური რევოლუციის გული და ის ებრძვის აი მის გარშემო მდგომარ აი ვანდეას, ხო? იმ კონტრრევოლუციური გლეხებით, იმ ბნელი გლეხობით დასახლებულ აი მას პერიფერიულ ჯუნგლებს და მეორე მხრივ ოღონდ თბილისი ხდება ის ადგილი, რომელიც უნდა გაქართველდეს, ასე ვთქვათ, ხო? იქ მაქსიმალურად ნელ-ნელა იწყება სომხური, ასე ვთქვათ, მოსახლეობის შევიწრებას, მithumetes სომხეთთან ომის პერიოდში, ვთქვათ, ვიცით, რომ თესეუს ჩამოყალიბების პროცესში დიდი კამათი იყო იმის თაობაზე, კავკასიური უნივერსიტეტი ყოფილიყო ეს თუ ქართულ დარგებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი ქართველებისთვის და გაიმარჯვა მეორე ვარიანტმა. და ანუ აი ეს რევოლუციური და ეროვნულ სახელმწიფოებრივი განზომილებები მუდმივად ერთმანეთს კვეთს, ერთმანეთის პარალელურად მოძრაობს, ან ხანდახან ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის და ყავს, ვთქვათ, ჟორდანია, ყავს ეს მთავრობა, რომელიც რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, აი პროგრესის შკალაზე, აი რუკაზე მოაქცევს, ვინ სად რამდენად წინ ან უკან არის აი ამ ერთიან რესპუბლიკურ აი დროსივცეში, ასე ვთქვათ, ხო, ერთიან დროსივცეში. ამ ძალიან ჩახლართული, აი ამ რაღაცა სხვადასხვა სივრცეებში და დროებში გაფანტული ვითარების კარი გამოხატულება არის ჟორდანია, რასაც ამბობს იმაზე, აი წინაჯერებზე რო ვლაპარაკობდით იმაზე, თუ კონსტიტუცია რას ნიშნავს, ხო? ჟორდანია ძალიან კარგად აღწერს იმას, რომ მისთვის კონსტიტუცია ეს არის პირველ რიგში ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც საზოგადოებაში გაქვს და მერე მხოლოდ მერე არის ეს რაღაცა წერილობით დოკუმენტი, რომელიც რაღაცა ნორმას იძლევა სამართლებრივ დონეზე, ხო? და ნუ იდეალური იქნებოდა, რომ თქვათ, ერთის მხრივ შენ რაღაცა ნორმები შეიმუშაო სამართლებრივ დონეზე და კონდეს ძალა, რომ ისინი აღბეჭდო, ასე ვთქვათ, ხო? ცხოვრებაში. იმისთვის რომ ეს დაწერილი კონსტიტუცია რეალური ძალის მქონე შეიქმნას და არ დარჩეს ფარატინა ქაღალდზე. ხო, ანუ ერთდროულად რომ მიდიოდეს აი ეს რაღაცა რევოლუციური მუშაობა და მეორე მხრივ კონსტიტუციონალიზაცია, ხო, ეს პერმანენტული რევოლუცია, რასაც ვთქვათ და კონსტიტუციური რევოლუცია. მაგრამ რადგან ჩვენ შემთხვევაშიო დაუდეგარი არისო, ხო, ეს მდგომარეობაო მithumetes განაპირა რეგიონებშიო ამიტომ აზრიც არ აქვს, რომ ასე ვთქვათ, ეს კონსტიტუცია ავამუშაოთო, ხო? იმიტომ რომ ვერ გამოხატავსო ეს კონსტიტუციაო მithumetes ამ განაპირა რეგიონებში არსებულ მტოკავ მდგომარეობასო. და თუ მაინც და მაინც ვთქვათ, ვიფიქროთ იმაზეო, რომ ცალკე კონსტიტუცია შეუმუშაოთ აი ამ განაპირა რეგიონებს, ხო? რაც მაგალითად ქნეს კიდევაც აჭარის შემთხვევაში, რომელიც იმის გამო რომ ითხოვდა იმას, რომ შარიათის კანონით წარმართული იყო საქმეები აჭარის ტერიტორიაზე, ეს ავტონომია მიენიჭა სწორედ მაგ ნიშნით, ხო? და თქვა თამთახალბაში წერს ამაზე, როგორც რაღაცა აჭარაზე, როგორც მაშინ საგამონაკლისო სივრცეზე, რომელიც აი სოციალ-დემოკრატებმა თბილისიდან ჩააშენეს, ასე ვთქვათ, აი აჭარელ ინტელიგენციასთან გაცვლა-გამოცვლაში, ასე ვთქვათ, ჩააშენეს, მიანიჭეს აჭარას
როგორც აი ერთიანი კონსტიტუციის მიერვე უზრუნველყოფილი შიდა გამონაკლისი, ხო? მაგრამ ამის მიზანი იყო ის, რომ აი ჟორდანაც ამბობს, რომ თუ ესე არ ვქენით, მაშინ უბრალოდ ნებით ეს ხალხი არ დარჩება ჩვენთან, ხო? მაშინ უნდა ძალა იხმარო, ხო? და თუ არა და ისე უნდა მოაწყოს სამართლებრივი ასე ვთქვათ ტექსტი, რომ ის მართლაც შესაბამებოდეს ამ შემთხვევაში ვთქვათ აჭარის ადგილობრივ სპეციფიკას და მოთხოვნებს. მაგრამ ისე და ისე აქაც მუდმივად გაქვს აი ეს რაღაცნაირი ორაზროვნება თუ ორმაგობა რამხრივ რომ თქვა თბილისში ზის ცენტრალური ხელისუფლება რომელიც გეუბნება რომ მე ვარ სეკულარული არც მაინტერესებს რელიგია პატივსცემ აჭარლები თუ ისლამს მისდევენ და ამაში პრობლემა არ მაქვს მაგრამ სანამ ანუ იმდენად ეს ინდიფერენტულობა აღმოჩნდება რომ თვითონვე არის უკვე იმთავითვე ქრისტიანული ამ ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობით ასე ვთქვათ განსაზღვრული და შეიცავს თავის თავში იმპლიციტურად აი ისლამისადმი ასეთ ეჭვიან ასეთ ორიენტალისტურ დამოკიდებულებას და თქვათ აჭარლებს მონიშნავს როგორც რაღაცა უფრო დაბალ საფეხურზე კულტურის დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს ხო რომლებიც ნუ იდეალურ შემთხვევაში რაღაცა მომენტში თავიანთი ამ რელიგიური ნორმებისგან უნდა გათავისუფლდნენ ხო იგივე ხდება თქვათ უკვე ქრისტიანულ მოსახლეობაზე რომ იდგება საქმე რო იწყებს კრება იმ ძალიან ბევრი საეკლესიო დღესასწაულის შემცირებას ხო ამაზეც ნუ დიდი დებატები არის კრება ეროვნულ დემოკრატები ამბობენ რომ გლეხობა მით უმეტეს ვერ გაიგებს ამას და ეს მკრეხელობად ჩათვლიან და სოციალ-დემოკრატები თქვათ ამბობენ რომ ის ხალხი ვინც ასე ვთქვათ დაწინაურებული არის უკვე კულტურულად ანუ შრომელი მასები ვინც არის ხო ხალხში მთავარი ხალხი ასე ვთქვათ ისინი ამას ძალიან კარგად გაიგებენ და ნუ დანარჩენებიც მიიღებენ ისე რომ ამას ბევრი აჟიოტაჟი არ მოყვება თუ ზედმეტად არ ვიხმაურებთ და რაც თავარია თან ანუ შრომის უნარიანობას გავზრდით იმითი რომ ნაკლები უქმე დღე იქნება და ეს ძალიან გჭირდება ამ დაყვინთული ეკონომიკის პირობებშიო და ნუ ეს ანუ თქვა იგივე ებრაელებს რაც შეეხება ხო ებრაულ უმცირესობას აი ეს უმრავლესობა უმცირესობად გადალაგება რო ხდება ასე ვთქვათ აი ამ ქართველი ერის აი ერთიანი სხეულის აქაც თქვათ ყავს ქართველი ებრაელები რომლებიც არიან ჩვენიანები ასე ვთქვათ და ვინც კარგები არიან იმის გამო რომ არაფერს არ ითხოვენ ზედმეტს გარდა იმისა რომ რაღაცა სპეციფიკური მარკერი აქვთ აი ებრაელობის ოღონდ ქართველები არიან და არიან დანარჩენი ებრაელები რომლებიც არიან უფრო უცხოები ასე ვთქვათ და ბევრი აი ესეთი ელემენტი ყავს აი ამ ერთიან ხალხში რომელსაც სოციალ-დემოკრატები როგორც აი ეროვნული სახელმწიფოს მესვეურები ცდილობენ რომ მართონ ხო რა ეს ჰეტეროგენულობა რასაც შეიცავს ეს ხალხის სხეული რაღაცნაირად მართონ და ორგანიზებული სახე მისცენ რაღაცა ერთიან რუკაზე მოაქციონ ისიც თუ ანუ რა როგორც სხვადასხვანაირ სივრცეში და როგორც სხვადასხვანაირ დროის სკალაზე ხო ან პროგრესის სკალაზე როგორც სხვადასხვანაირ ადგილას არიან მათი აზრით ეს სხვადასხვა ჯგუფები წარმოდგენილები ხო და ანუ თავარი პრობლემა ამ ყველაფერში ხო იქნება ეს აი ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ხედვა იმის თაობაზე თუ უმცირესობები სად არიან უმრავლესობა არ აშვება და მეორე მხრივ ეს რევოლუციური პარადიგმა ხო რომელიც ხალხს როგორც რაღაცა რევოლუციური ენერგიის მპყრობელს ისე უყურებს და უნდა რომ ის ჩართული დარჩეს ამ რევოლუციური მონაპოვრების დაცვაში ხო და არ დაუშვას რომ გამოეთიშოს ეს ხალხი მართლობის პროცესს ხო რომელიც არ უნდა შეიკეტოს იგივე ამ კრების შენობაში ხო
აი ისევ და ისევ ეს ხალხს როგორც არსებულს და ხალხს როგორც სასურველ სამომავლოს შორის აცდენა რომ სახეზე არის ძალიან ბევრნაირ დონეზე აქ გარდა იმისა რომ თქვათ ჟორდანიასავით ცდილობ რომ აი ამ სხეულს სათანადო ანსაცმელი შეუკერე როგორც ხშირად ამბობენ ხო და რაღაცა კომპრომისზე წახვიდე რომ აქ და ახლა თუ ის ხალხი ისეთი ვერ არის როგორც შენ გინდა რაღაცნაირად მოუხერხო ისე რომ ადგილი მიუჩინო ისე რომ არ აგიჭანყდნენ და არ გაგექცნენ ხო მეორე მხრივ თქვა აი ჯუღელთან რაც იკვეთება ხო ეს არის ის რომ ფაქტობრივად როცა შენ გინდა რომ ეს რევოლუცია დაიწყო როცა გინდა რომ რესპუბლიკა განამტკიცო და თან ხალხი გააბედნიერო ну ეს რაღაცა ხალხი თუ არ მოყვება და ძალიან გეურჩება ну ერთ-ერთი საშუალება რაც გრჩება ეს არის ის რომ იხმარო ძალადობა ხო და ანუ ძალადობა შემოდის როგორც აი ამ რაღაცა არსებულ არასახარბიელოს და აი იმ სამომავლო სასურველს შორის აი ნაპრალის ამოვსების ერთადერთი ბერკეტი ხო რაც უნდა ქნა სანამ ჯერ კიდევ არ არსებობს აი სრულყოფილი სრულქმნილი მრავალმხრივი მოქალაქე რომელიც თქვა იგივე ივანე გომართელის მაშინ ხო ანუ ტვინში ხარშება ხო როგორც აი ეს რაღაცა მოტანვარჯიშე ხო ილეთების მცოდნე შეარაღებული ხო პოლიტიკურად გაწვრთნილი და ასე შემდეგ ხო სანამ ეს არ არის რა უნდა ქნა ხო რა უნდა უყო მთელ აი ამ ხალხს რომელიც ესე გეურჩება ხო და აი ეს მძიმე ჯვარი რომელსაც ჯუღელი იჩემებს ვითომ რომ თავისთვის დაწერა როგორც ჩვეულებრივი დღიური და ჩვეულებრივი ესეთი ინტიმური ავტობიოგრაფია მაგრამ სინამდვილეში იმ თავითვე აშკარად განკუთვნილი იყო საჯარო მოხმარებისთვის ვლადიმირ ვოიტინსკიმ რომელიც იყო აი რუსულენოვანი გაზეთის ბორბას რედაქტორი იმან ასე ვთქვათ უბიძგა რეალურად რომ ეს გაეკეთებინა როგორც რაღაც პროპაგანდისტული საშუალება ერთგვარი ეს ვთქვათ ტიკტოკერობის ის იყო რომ მაშინდელი ვარიანტი ხო იმიტომ რომ ეს დღიური ყოველ დღე რაღაცა ჩანაწერს გაძლევს რაღაცა პოლიტიკური კომენტარით რაღაცა ახალ სივრცეში მოძრაობს ჯუღელი და ნუ აი რაღაცა სელფი რო დაიჭიროს ვიღაცამ ხელში და მეგობრებო მე ახლა ვიმყოფები და საქართველოს ამ საზღვარზე და ესა და ეს პრობლემა გვაქვს აი რაღაცა ეგეთ რეჟიმში არის აწყობილი აი სხვადასხვა ჩანაწერებისგან ეს დღიური ხო და ეს არის ამ ჯუღელის რაღაცა რევოლუციური სუბიექტურობის ამონთხევა და ინსცენირება საჯარო მოხმარებისთვის აი ამ გულწრფელობის, აი ამ ემოციური და აი ამ რაღაც რევოლუციონერის მორალურ დილემებში ჩაფლული ადამიანის სუბიექტურობის ინსცენირება არის ეს დღიური, ხო, რომლის ანუ სათაურიც მძიმე ჯვარი მიუთითებს იმ მორალურ ტვირთზე, რაც უწევს რევოლუციონერს რომ იკისროს მაშინ, როცა მართლაც გარშემო უბრალოდ ეს რეალობა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის იმ სასურველი სამომავლო იდეალისგან, რომლისკენაც მიილტვის, ხო? და რამდენი სისხლის დაღვრა, რამდენი ძალადობის ჩადენა უწევს, მათ შორის სწორედ იმ ხალხის მოკლა უწევს, ვინც უყვარს. და ეს სიყვარულით კლავს, ხო? ეს არის ისეთი ასე ვთქვათ ძალადობა, რომელსაც ის ცრემლით და თანსინანულით, მაგრამ თან იმის განცდით ჩადის, რომ ეს საბოლოო ჯამში ყველასთვის უკეთესია და ეს მოიტანს იმას, რომ გადაარჩენ რესპუბლიკას, ხო, მთლიანად. ამავე დროს არის მუდმივი ჩივილი იმაზე, რომ თბილისში რესტორნები და თეატრები სავსეა და აქტიურ უმცირესობას უწევს, რომ იტვირთოს მთელი რესპუბლიკის საქმე და რომ ეს ანუ ზოგადად მასა აპათიური არის, აი ამ რევოლუციური საქმის მიმართ და ესეც არის, რაც მას უნდა რომ აი თავის სახალხო გვარდიელ აი ქვეშევრდომებს გაუზიაროს, ხო, როგორც ლიდერმა, რომ აი ბიჭებო ჩვენ ერთად ვართ, ეს ცოტანი ვართ, მაგრამ ერთად ვართ და ჩვენი გასაკეთებელია ყველას საქმე და რას ვიზამთ, ეს ასე დაგვაკისრა ისტორიამ ეს მისია.
ამავე დროს ვთქვათ, რომ მოივლის ამ პერიფერიებს, ისევ და ისევ ძალიან კარგად ჩანს ეს რუკა იხატება იმისა, თუ როგორ მართლა სხვა დროში ცხოვრობენ, მისი აზრით ეს საქართველოს სხვა შემადგენელი ისინი, ხო, ანუ გლეხური ელემენტები, ხო, იქნება ეს ყველაზე ბნელი, ვთქვათ, რაღაცა ოსური სოფლები, თუ ყველაზე წინწასული ეს გერმანული დასახლება ეკატერინფელდში, სადაც დენიცკი არის და როდის მივალთ ჩვენ ამ მდგომარეობამდეო, რაღაცა ეგეთი კომენტარებიც არის, ხო, ანუ ეს არათანადროულის, თანადროულად ერთ სივრცეში აღნუსხვა ხდება. დადის ოპერაში, როცა შეუძლია თეატრში და აი ამ ხელოვნებაზე, მშვენიერებაზე განაზრებებიც არის ერთგვარი და საკუთარი ამ ესთეტობის წარმოჩენა არის ერთგვარი რაღაცა ასევე პერფორმანსი, ხო, რომ თესთან ნუგეში არის ამდენ სისხლისღვრაში და სიმახინჯეში, რასაც რევოლუცია როგორც ცოცხალი პროცესი მას თავს ახევს, რომ სული გამოყვებოს და თან ესეც რაღაცნაირად წინსწრება არის აი ამ სამომავლო მშვენიერებისა, რომელმაც უნდა ცხოვრებაში დაისადგუროს, ხო? მაშინ როცა ჯერჯერობით მხოლოდ გრევა არის გარშემო. და მთავარი რაც ამ დღიურში სკანდალურია და მაშინვე გახდა, ასე ვთქვათ, დიდი, ასე ვთქვათ, ბოლშევიკების ანტიმენშევიკური პროპაგანდის საგანი და დღეს არის ფაქტობრივად მაგალითად ოსებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ 1920 წელს რაც საქართველოს მათ მოუწყო, ეს იყო პირდაპირ გენოციდი, ეს არის აი ამ ჯუღელის ჩანაწერებში ძალიან დაწვრილებითი აღწერა იმ კამპანიისა, რომელიც 1920 წელს ჩაატარეს ოსეთში. მაშინდელი იქაური გელეხების აჯანყების ჩასახშობად. და ხელზე იხმევენ იმას, რომ თქვათ იქ სოფლებს რო გადაწვავენ, ხო, ეს ჯუღელი დგას და უყურებს ამ ალს და რაღაცა ნერონი როგორც ტკბება რომი გადამწვარი რომის, ხო, ანუ ცეცხანძრით რაღაცა ეგეთ შედარება კეთდება და ნუ ეს მერე ძალიან დიდი შავი პიარის საგანიც გახდა, მაგრამ მანდაც ან რეალურად ეს იყო ანუ ძალიან უხამსი ესთეტური ინსცენირება აი ამ რაღაც სენტიმენტალიზმის და აი ამ სიყვარულით მოკლის მთელი ამ პათოსისა, ხო? და რეალურად თავარი, ასე ვთქვათ, აზრი, ხო, რაც მას უნდა რომ გადმოგვცეს, ხო, აი ამ ჩანაწერებში არის ის, რომ მას ისევ და ისევ უწევს შეეხოს, გაანადგუროს, იძალადოს პატარა ნაწილზე, ხო, პარტიკულარულ ნაწილზე, აი ამ ერთიანი რესპუბლიკური მთლიანობისა, იმისთვის რომ გადაარჩინოს ეს მთლიანობა, ვიდრე, თქვათ, მიუშვას ეს გლეხების აჯანყება და ამითი ამას გადააყოლოს მთლიანად ქვეყანა და რესპუბლიკა. ეს ორი რაღაცაც რო ცალ-ცალკე არის ნახსენები, ეგეც საინტერესო ამბავია, ხო? და ანუ კარგად ჩანს, რომ ის ლოგიკა, რომელთაც ანუ არსად არ არის ნახსენები ჯუღელთან თქვათ ის, რომ რა ვიცი, ანუ ოსებს როგორც ოსებს ისე ერჩის, ხო, არამედ როგორც ან კონტრრევოლუციურ ელემენტებს ისე, ასე ვთქვათ, ახშობს, ხო, როგორც სხვა, ვთქვათ, ქართული წარმოშობის გლეხობას ერჩის, ან ვთქვათ, ქართველ ბოლშევიკებს ერჩის, ანუ აბსოლუტურად ისეთივე სიძულვილი ახასიათებს თქვათ ოსების მიმართ, ხო, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ დღეს, თქვათ, როცა აი ამ ოსურ მეხსიერების პოლიტიკაში, თქვათ, ეს ჯუღელის ეს ტექსტი არის ერთ-ერთი ცენტრალური დოკუმენტი იმის ამტკიცებლად, რომ ეს ანუ ეთნიკური ნიშნით წმენდა ჩატარდა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ რეალურად ფაქტია, რომ არც მათ და არც ჩვენ აღარ გვაქვს სხვა კრიტერიუმი გარდა ამ ეთნიკური, ასე ვთქვათ, განზომილებისა, იმისთვის, რომ გავიგოთ საერთოდ ძალადობა რომ მოხდა, რა ლოგიკას ემორჩილებოდა ეს ძალადობა, ხო? ანუ ის კი არა რომ ძალადობა არ მომხდარა, არამედ საერთოდ წაშლილი არის თითქოს ის კოორდინატები, რომლებიც ჩვენ წაგვაკითხებდა იმას, რა ტიპის რევოლუციურ ლოგიკას ემორჩილება ის ძალადობა, რასაც თქვა ჯუღელი
და სახალხო გვარდია ჩადის ამ შუაში ოსების წინააღმდეგ, ხო? აქაც რა თქმა უნდა პრობლემა და გადაუჭრელი, ასე ვთქვათ, დილემა რჩება ის, რომ შეიძლება მართლაც რაც არ უნდა თვითონ თქვა ჯუღელს ამ ოსების წინააღმდეგ კამპანიის არტიკულირება მოეხდინა წმინდად რევოლუციური აპარატით, ხო? და ამაზეც ეძახა, რომ ის იყო სამხრეთოსური ვანდეა, ხო? იმ ფრანგული კონტრრევოლუციური იმ გლეხების აჯანყების ანალოგიით, ხო? და თქვა სახალხო გვარდია შეედარებინა მე რევოლუციურ პარიზთან, ხო? და პარიზელ გვარდიელებთან მე-18 საუკუნის ბოლოსი. მაგრამ ამის მიღმა ყოველთვის შეიძლება იგულისხმო, რომ უბრალოდ მისთვის იმდენად მისივე თქვა ინტერნაციონალიზმი, რომელსაც ქადაგებს საბოლოო ჯამში იმდენად რაღაცა დომინანტის პოზიციიდან არის გაჟღერებული, რომ ის თვითონვე შეიძლება ვერ ხვდება, რომ გარკვეულწილად მაინც ოსებს რაღაცა ტიპით ეთნიკური ნიშნით მონიშნავს, რომ ამას აქცევს წმინდად აი რევოლუციურ კლასობრივ ჟარგონში, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვა ოსების მხრიდან ის რაღაცა განსაკუთრებული მოწყვლადობის განცდა პირდაპირ აჩენს დღეს მით უმეტეს იმ განცდას მათში, რომ ეს იყო პირდაპირ უშუალოდ ეთნოსზე მიმართული ძალადობრივი კამპანია და ეს ძალიან კარგად ჩანს მაგალითად იმ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2016 წელს გადაიღეს სამხრეთ ოსეთში, სწორედ ამ 1920 წლის გენოციდს, რასაც უწოდებენ და ცენტრალური, ასე ვთქვათ, სწორედ დოკუმენტი აქაც არის ჯუღელის მძიმე ჯვარი, რომელსაც აი ეს, ასე ვთქვათ, მკვლევარი, ახალგაზრდა მკვლევარი ადგება და ხსნის და კითხულობს და საინტერესოდ არის ის, რომ ჯუღელი გამოყვანილი არის ფაქტობრივად ქართველ აი იმ ტიპის თავადაზნაურად, როგორც აი მაჩაბელი რო იყო ოსების, როგორც თავის ყმების გამგებელი, ხო, ეს რაღაცა სასტიკი თავადი, რომელიც ერთის მხრივ მართლაც კლასობრივ ჩაგვრას ახორციელებს ოსებს და მეორეს მხრივ არის ეთნიკურად განსხვავებული ერის წარმომადგენელი, ხო? და ასევე საინტერესო არის ის, რომ ერთის მხრივ გვაჩვენებს ეს დოკუმენტური ფილმი თვითონ ამ ორიგინალ რუსულ ტექსტს ჯუღელისა, ხო? ჯუღელს აჩვენებს მე ვითომ აი ჩოხიან ჯუღელს აჩვენებს ერთი კადრი, როგორ წერს ამ დღიურს და ეს დღიური იწერება ქართულად, იმიტომ რომ თითქოს ვერ წარმოუდგენია ამ დოკუმენტალისტს, რომ არ შეიძლებოდა ეს თქვათ ეს დღიური ჯუღელს ქართულად არ დაეწერა, ხო? და თქვათ რუსული თარგმანი არ ყოფილიყო იმისა, რაც სინამდვილეში იყო ბერთრო ინტერნაციონალური პუბლიკისთვის, ამ რუსულს როგორც ლინგვა ფრანკაზე მოსაუბრე პროფარტო პუბლიკისთვის განკუთვნილი ეს საჯარო აღსარების დოკუმენტი, ხო? ეს მძიმე ჯვარი. და პარალელები ივლება 1920 წელს ზვიად გამსახურდიას პერიოდის მოვლენებს შორის 2008 წლის მოვლენებს შორის და ეს ნერონთან და ხანძარმოკიდებულ რომთან შედარებას ფაქტობრივად ესე იგი საშუალებას იძლევა რომ ასე პირომანები ეწოდოთ გამსახურდიას, ხო ჟორდანიას, ჯუღელს და რაღაც ერთიანად მოკლედ აი ამ რაღაცა ერთი ქართული, ასე ვთქვათ, ანტიოსური სენტიმენტის სხვადასხვანაირ გამოვლინებად გადაიქცეს 1920 წელიც, 90-იან წლების მოვლენებით და 2008 წლის მოვლენებით. და ისევ და ისევ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს რო ვუყურებთ, ანუ როგორ ხდება, ხო? რა ჩარჩოში ხდება ჩასმა და როგორ დაკარგულია, როგორ წაშლილი არის აი ეს რევოლუციური ლოგიკა, რომელიც სინამდვილეში ამოძრავებდა, თქვა იგივე ჯუღელს ან ჟორდანიას, რომელიც ასევე ბევრს ლაპარაკობს, ხო? ვანდეაზე, რომელიც უნდა დაამარცხოს რევოლუციურმა თბილისმა. ეს არ ამცირებს არანაირად იმ ძალადობას, რომელიც
რომელიც მოხდა მანდაც და თქვა ლეჩხუმშიც და ბევრგან სხვაგან და ძალიან ბევრი დღევანდელი ისეთი პროაპოლოგეტი მკვლევარი ისე ლაპარაკობს ხოლმე რომ არა ოსების მიმართ არანაირი ეთნიკური ნიშნით ის არ ყოფილა თქვა განზრახვა, იმიტომ რომ აი ლეჩხუმშიც ისევე გემრიელად მიბეგვეს აჯანყებული გლეხები როგორც ოსები, ხო, მაგრამ ანუ არ ხდება ისევ და ისევ იმის პრობლემატიზაცია რა ტიპის, ანუ რა არის ის პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც წარმოშობს, ან რომელიც ლეგიტიმაციას ახდენს, ხო, ამ ტიპის ძალადობის, ხო? და რაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვქნათ, ალბათ, ხო, იმ ტოტალური გათიშულობის პირობებში, რაც არის, ხო? ქართველებს და ოსებს თუ ქართველებს აფხაზებს და თქვა მეთოდას აზერბაიჯანის სომხებს რაც ჭირთ ერთმანეთს შორის ანუ არის ის რომ ამ შემთხვევაში ისტორიზაცია მაინც გავუკეთოთ იმას თუ რა ლოგიკას ემორჩილებოდა მაშინდელი ძალადობა რომ მართლა რაღაც ერთიან ქვაბში არ ჩავხარშოთ ყველა ეს ძალადობა და ეგ მაინც მაგ ტიპის ისტორიზაცია მაინც გახდეს საწინდარი იმისა რომ გამოვათავისუფლოთ სივრცე რაღაცა ცოტა უფრო ესეთი საღი მსჯელობისთვის ხო იმის თუნდაც იმის გააზრებისთვის ვინ რა შესაძლოა დაუშვა და ვის მართლაც რაც შეიძლება კონდეს რა ტიპის ბოდიში მოსახდელი ხო თუ მაგაზე არის საქმე ხო რაც დღეს ასევე ძალიან манипуლირებული საკითხი არის ხოლმე. და უბრალოდ აი ბოლოსში ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ ხო რასაც გვაჩვენებს თელი ეს კომპლექტი აი მაგალითებისა თუ ხო ანუ კონკრეტული განსხეულებებისა, ხო, თუ კონკრეტული სივრცეებისა, რომლებიც ახლა ეს რუკაზე მოვნიშნეთ, ხო, ლექციაზე. არის ის, რომ აი სახალხო გვარდია როგორც იქცევა და რისი, ასე ვთქვათ, ხორჩესხმაც ის არის, ხო, როგორც აი დემოკრატიის ესეთი მობილური ჯგუფი, ასე ვთქვათ, აჩვენებს ძალიან კარგად იმასაც, აი დემოკრატიას როგორც პოლიტიკურ პროექტს რა ტიპის საზღვრები ქონდა, ხო? ერთის მხრივ სივრცულად, ტერიტორიულად, წმინდა ტერიტორიულად. მეორეს მხრივ პოლიტიკურად ანუ იმგაგებით თუ ვინ ითვლებოდა რომ ამ ხალხში შედიოდა როგორც ლეგიტიმური თანამონაწილე აი დემოკრატიული სიკეთეებისა და ვინ იყო იმდენად გარეთ რომ მის წინააღმდეგ ძალადობის გარდა აღარაფერი აღარ გრჩებოდა ხო და ამ ხრივაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ადრე რო ვთქვით რომ თქვა ერთის მხრივ ორი დროითი ლოგიკა გადასერავს რესპუბლიკას ხო ერთი რა ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული სახელმწიფოებრიობისა მეორე აი ამ რაღაცა რევოლუციური პროცესიდან წარმოშობილი ნოლიდან ფაქტობრივად წარმოშობილი აქამდე არ ნახული რესპუბლიკური პროექტისა რომელიც საერთოდ სწორედ ახალი царელი ფურცლიდან დასაწყები პროექტი იყო, ხო? ანუ აქ უკვე გვაქვს სივრცულ დონეზე არსებული რაღაცა ორგანზომილებიანობა, სადაც ერთის მხრივ არის ისტორიული საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის პარადიგმა თავისი ჩაშენებული მერე ავტონომიებით და ეთნიკური უმცირესობებით და უმრავლესობებით და ყველა იმ ატრიბუტით, რითიც ეროვნული სახელმწიფო აწესრიგებს, ხო, თავის მასალას, რომელიც მან უნდა მოზილოს როგორც დემიურგმა და მეორე მხრივ ეს დეტერიტორიალიზირებული ლოგიკა, რომელიც თქვა ჯუღელს რაღაც მომენტში ათქმევინებს, რომ საქართველოს რესპუბლიკა იყო დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში მომწყდეული რაღაცა, ხო, რომელიც იდეაში შეიძლებოდა რაღაც მომენტში კავკასიის მიღმაც გადასულიყო რუსეთში და იქით დახმარებოდა რუსეთს, რომ ბოლშევიკების უღელისგან დახსნილიყვნენ და დემოკრატიულ რელსებზე, თებერვლის რევოლუციის რელსებზე დაბრუნებულიყო ეს ყოფილი მთლიანი რუსული იმპერიის ტერიტორია, ხო? და თქვა ერთგან ამბობს კიდევაც, რომ თქვა ჩვენ ვიცავთ ჩვენს რევოლუციურ ტერიტორიასო, ხო? არ არის საუბარი საქართველოს დაცვაზე, ხო? ეს რევოლუციური ტერიტორია, რომელიც ვრცელდება იდეაში იქამდე, სანამდეც ვრცელდება რევოლუცია და რევოლუცია ვრცელდება იქამდე, სანამდეც შენ მას მოახერხებ, რომ გაავრცელო, ხო? მაგრამ მეორე მხრივ მუდმივად არის აი ეს მათ შორის აი ხომერიკის აი განსახლების აი კოლონიზაციის გეგმაში არსებული ესეც ხო დილემაც ხო რომ ანუ სადამდე მიდის ეს რესპუბლიკის
უნივერსალიზაცია, ხო? ანუ სადამდე შეუძლია რომ გაქაჩოს, ხო? ან რამდენი შეუძლია დაიტიოს ისეთი ხალხი, ვინც იმდენად რთულადაა განწყობილი ამ რესპუბლიკის მიმართ, რომ საბოლოო ჯამში უბრალოდ ჩაგიფლავებს ამ რესპუბლიკურ პროექტს, ხო? და ჯობია შეიძლება კიდევაც რომ გარეთ დატოვოს საერთოდ, რომ არც პასუხისმგებლობა კონდეს მათზე და ხო, არც ზედმეტი, ასე ვთქვათ, მავნე ფუნქცია არ შეასრულონ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ხო? და ნუ აი ეს საკითხი, ხო? ანუ სადამდე შეიძლებოდა ეს გასაქანი წასულიყო, ხო? და მართლაც გასაყოველთაოებულიყო რესპუბლიკა, როგორც იდეაში მართლაც სოფლიო, ასე ვთქვათ, უნივერსალური, ნაციონალური პროექტი, ხო? რაც ნაგულისხმევი იყო იმ სოფლიო რევოლუციის იდეაში, რომელსაც მაშინ ელოდნენ, ხო? ცოცხლად ელოდნენ, ხო? რაღაცა დღეს თუ არა ხვალ. აი ეს ვთქვათ რჩება ესეთ გადაუწყვეტელ დილემად, ხო? და საქართველოს რესპუბლიკასაც ტოვებს როგორც რაღაცა მართლაც თან ტერიტორიალიზირებულ, მაგრამ თან სულ აი მერყევ, მოძრავ, მოქნილ ერთეულად, რომელიც იკუმშება ან იკდიბერება იმის მიხედვით რევოლუცია რა დინამიკაში არის. ხო, აი ეს არის ისევ და ისევ ის რაღაცა დილემა, ხო, რომელიც აი ესე გადაუჭრელად, როგორც რაღაცა ტიპის პარადოქსი თუ შიდა დაძაბულობა, რომელიც გადასერავს აი ამ 3 წელიწადს რესპუბლიკისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს უკვე უშუალოდ აი სივრცით დონეზე, ხო? და იმ ხალხის როგორც რაღაცა პოლიტიკური ორგანიზმის განსაზღვრის დონეზე, ხო? და როგორ განვითარდებოდა ახლა მოვლენები, რომ გაიგრძელებინა რესპუბლიკას არსებობა, ეს არავინ არ იცის, მაგრამ ეს გაორება, თუ ეს შინაგანი დაძაბულობა და დისონანსი, როგორც პოლიტიკური პრობლემა, რჩება პრინციპში რაღაცა ესეთ საფიქრალ, საინტერესო გაკვეთილადაც, ხო? თქვათ, როცა დღესაც შეიძლება მოგინდეს რაღაცა უფრო ინკლუზიური პოლიტიკური დემოკრატიული პროექტის განხორციელება. ხო, ეს არის რაც დღეისთვის შემიძლია ვთქვა და ნუ შემდეგში უკვე ესე იგი შევაჯამებთ თლიანად მთელ კურსს და უპასუხებთ კითხვებს, რაც კი რამე იქნება მთელ განვლილ მასალასთან დაკავშირებით. ლუკა, ამ სამხრეთ ოსეთის ეპიზოდს და სამხრეთ ოსეთის მიმართ პირველი რესპუბლიკის დამოკიდებულებას და ვალიკო ჯუღელის დამოკიდებულებას უკვე შემდგომი ქართული ისტორიოგრაფია ან საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა როგორ მოიხელთებს და როგორ საუბრობს ამ თემაზე? ხო, საბჭოთა პრინციპში მთლიანად აი რაღაცა მენშევიკების ბურჟუაზიულ შოვინიზმზე და ეგეთ მაგ კატეგორიებში განიხილავს ამ ყველაფერს და მიაწერს ანუ იმ ჭარბ ნაციონალიზმს, რომელსაც თქვათ მეორეს მხრივ ნაციონალისტები მაშვებიან, ხო? ამბობენ, რომ სოციალ-დემოკრატებს არ ქონდათ საერთოდ. მაშინ როცა ანუ დღეს რაც უკვე ესე საარქივო მასალებზე და მართლაც ზედმიწევნით ისტორიოგრაფიულ სამუშაოზე დაფუძნებული თანამედროვე ისტორიკოსები რასაც აკეთებენ, ნუ პრინციპში მე დავარქმევდი, რომ რაღაც ტიპის აპოლოგეტური მიდგომა არის ერთის მხრივ, კი, ცნობენ რომ ახსნან, რომ არაფერი განსაკუთრებულად ეთნიკური ნიშნით ძალადობა არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველანაირ ჯგუფს ეგრე ექცეოდნენ თუ ისინი ამხედრდებოდნენ აი ამ რესპუბლიკური წესრიგის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც მუდმივად არის ეს რაღაცა წინასწარი მიდგომა აი ეროვნული სახელმწიფოს ჩარჩოს როგორც რაღაცა იმ ნორმის აღება ხდება, ხო, რომ გააქვს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც აი ეს წარმოსახვითი იდეალი, ხო, რომლის გარშემოც მე ორგანიზდება ყველაფერი, რასაც შენ როგორც მეცნიერი პრინციპში ამბობ, ხო, თქვათ იგივე ამ ეპიზოდზე, ხო, და გარკვეულწილად ხო რა, ანუ ეს არის ხოლმე ერთგვარი გამართლების ცდილობაც არის ხოლმე, ან თქვათ მე ის რომ იმ რაოდენობის ადამიანი არ დაღუპულა თქვათ აი მტყეებით რომ ცდილობდნენ გადასვლას და დატოვებას ხო სახალხო გვარდიის მიერ აწიოკებული
სოფლებისა, იმდენი ადამიანიც არ დაყუპულა, რამდენიც ამ ოსურ წყაროებში, ან თქვათ ბოლშევიკურ წყაროებში არის გაბუქებული სახით მოცემული, ანუ ისევ ციფრებზე ვაჭრობა მიდის გარკვეულწილად, ხო? მაშინ როცა ანუ ფუნდამენტური პრობლემა რაც არის, და თქვათ მე რაღაც მომენტში ვალიკო იგივე ქართული თარგმანის წინასწრობა რო წაიკითხოთ, ხო? ერთი საპატივსაცემლო ქართველი ახალგაზრდა ისტორიკოსის, ხო? მასაც რო აშკარად ეუხერხულება ის, რომ ჯუღელი ამ რესპუბლიკის პერიოდში ძალიან ინტერნაციონალური ძალიან წითელია რა, ნამეტანი წითელი არის, ანუ ეს შინდისფერი, ასე ვთქვათ, ეროვნული განზომილება ძალიან ცოტა აქვს რა და პირიქით რაღაც მომენტში ბოლშევიკებთანაც ლამის დაძმობილების პერსპექტივას განიხილავს და მათი როგორც უძღები შვილების მობრუნებას ჭეშმარიტების გზაზე და ისევ ჩახუტებას როგორც გზასაცდენილი ძმებისა და ასე შემდეგ, ხო, ძალიან ბევრი უხერხულობა, რომელიც აი ეროვნულ სახელმწიფოებრივი პრიზმისთვის იქმნება რა, მაგრამ 24 წელს ჯუღელი უკვე რო ჩამოდის ბენეჭყიშვილთან ერთად და რო შეეწირება აი ამ აჯანყების ამბავს, ხო, და რო დახურეთს ჩეკა რაღაცნაირად თითქოს მე ანუ ისე ხდება მისი ფიგურის მოთარგმნა, რომ აი ის მას ბოლოს სამშობლო შეუყვარდა, ასე ვთქვათ, და ის სამშობლოს შეეწირა და ეს თელი ეს რევოლუციური განზომილება თითქოს იფილტრება, ასე ვთქვათ, ხო? მაშინ როცა ნუ იდეაში 1924 წლის ამბებსაც თქვა ჯორდანიას ერთი ცნობილი ბროშურა, რომელიც დაიწერა აჯანყების ჩაფლავების მერე, გვაჩვენებს, რომ იმ აჯანყებასაც პრინციპში რაღაცა უფრო დიდი რევოლუციური პროცესის ნაწილად აღიქვამდნენ ემიგრაციაში წასული მენშევიკები, ხო? ანუ ეს იყო ამ რევოლუციის, ასე ვთქვათ, გზის გამამრუდებელი ბოლშევიკების წინააღმდეგ სწორ რევოლუციურ გზაზე მდგომი ქართული სოციალ-დემოკრატიულად ორგანიზებული მასების ჯანყი, ხო, რომელიც ეწერებოდა ისევ და ისევ აი იმ დიდ რევოლუციურ რკალში და არანაირად ეს არ განიხილება იმ წმინდად ნაციონალისტურ ჩარჩოში, რომელიც დღეს არის, ხო, ასევე სრულიად მეინსტრიმი, ხო? ხო, და ამ ხრივ რაც აკლია, რაც არ უნდა არქივო მასალების და ყველაფრის ხრივ, ანუ სწორედ გამართული და ჩემთვის ძალიან გამოსადეგი კვლევები იყოს ეს, აი ეს რევოლუციური ჰორიზონტის ლოგიკა როგორ ალაგებს ყველაფერს და როგორ რეალურად წარმართავს საერთოდ პოლიტიკურ დინამიკას, ხო? და მიყავს, თქვათ, იგივე სახალხოგვარდია იმ ძალადობამდე, რასაც ისინი ჩადიან, ეს საერთოდ გაფილტრული რჩება, იმიტომ რომ ხო რა, ეს კოორდინატები ეს კოდები ვეღარ იშიფრება თითქოს რა, ხო. დემოკრატიის შემოსაზღვრულობა და რამდენად ინკლუზიური თუ ექსკლუზიური იყო ეს დემოკრატია და ვინ არის ეს ხალხი და ვინა სუბიექტი დემოკრატიის და ანუ ერთი მხრივ ეთნიკურობა მხოლოდ თუ კიდე რა ნიშნებია რაც ექსკლუზიას იწვევს. ხო, ანუ მან საინტერესო არის ის, რომ წინა ჯერებზეც ვახსენეთ, როგორ პრინციპში, ანუ განსხვავებით საბჭოთა რუსეთისგან აქ არ ხდება კლასობრივი ნიშნით უთანასწორობის დამკვიდრება, ხო? ანუ თანასწორუფლებიანობა უზრუნველყოფილი არის ყველასთვის, განურჩევლად ყველანაირი ნიშნის არაშაც ჩამოთვლის, ხო? და დამოუკიდებლობის აქტიც და მერე კონსტიტუციაც, მაგრამ აი ამ დემოკრატიაში გაქვს ეს მეორე და ამ ხრივ ხო დემოკრატია როგორც ყველას თანასწორუფლებიანობა კანონის წინაშე, როგორც ფორმალური მოცემულობა, ეს არის ერთი ხაზი, ხო, მაგრამ მეორე ხრივ გაქვს დემოკრატიის ეს უფრო სუბსტანციური პარტიკულარული გაგება, სადაც დემოკრატია ეს არის აი კონკრეტული დაბალი ფენების, გლეხების, მუშების და მესჩანების შეკავშირებულობა, რომლებიც შეადგენენ შრომელ უმრავლესობას, ხო? ვისთვისაც იდეაში იღწვის ეს რესპუბლიკა, ხო? ანუ დემოკრატიული რესპუბლიკა რო ქვია, მაგ დემოკრატიის რესპუბლიკა არის, ხო? დემოკრატიის როგორც კონკრეტულ ჯგუფთა ერთობლიობის, ხო? ეს დემოკრატია როგორც ფორმალური წესრიგი არის, ასე ჩაყენებული დემოკრატიის როგორც აი კონკრეტული კლასების ერთობლიობის სამსახურში, ხო? მაგრამ მერე კიდე მან ხდება მით უმეტეს გლეხობაში, რომელიც აი ამ უმრავლესობის უმრავლესობა არის,
ხდება კარგი და ცუდი გლეხობის გამოყოფა, ხო? ის გლეხობა, რომელიც შეგნებული არის, მეტწილად იგულისხმება გურიის ხალხი და ისინი, ვინც მიყვებოდნენ სოციალ-დემოკრატებს, და ვინც კარგი არის იმითი, რომ ის აცნობიერებს, რომ მას თავისი ცალკე რამე პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დღესდღეობით არ შეუძლია კონდეს, ის უნდა ამოუდგეს მუშას ზურგს უკან და ზურგი გაუმაგროს და პრინციპში დაელოდოს იმას, როდის მოხდება მისი გაქალაქელება, მისი პროლეტარიზაცია, თუ ან მისი ასე ვთქვათ, როგორც კლასის, ცალკე როგორც გლეხური კლასის გადაშენება, ხო, რაც იყო ეს მარქსისტული ხო, ან მოლოდინი, ხო? და ცუდი გლეხობა არის ის, ვინც ვთქვათ, ან აი ბოლშევიკების ასე ვთქვათ, სატყუარას წამოეგება, რომ აქ დაახლავე ახლა უცებ მიწები დაიტაცეთ და არ დაელოდოთ ვთქვათ დამფუძნებელი კრების მიერ საერთო შემუშავებული რეფორმით გადანაწილებას მიწების, ხო, მოწესრიგებულად და შეთანხმებულად და ყველა ის, ვინც აი რესპუბლიკას და დემოკრატიას, როგორც აი ერთიან პოლიტიკურ პროექტს მტრობს, ხო? და მეორეს მხრივ, თქვათ, რომ შემოდის უკვე ეს ეთნიკური, ან თქვათ, რელიგიური ნიშნით გამიჯვნა, ხო? უმცირესობა უმრავლესობის მანდაც თქვათ იგივე ჯუღელი რომ ამ ტიპის ტექსტს მძიმე ჯვარს რომ რუსულად წერს, რუსულად რო გრძელდება გამოცემა, თქვათ სოციალ-დემოკრატიული პერიოდული გამოცემებისა, ხო? ჟორდანია იმ თავის ფუნდამენტურ მოხსენებას 18 წელს რუსულად რო კითხულობს მარჯანიშვილის თეატრში, ხო? მაშინ დოძობალაშვილების სახალხო სახლში. ანუ იმ თავით ვეგულისხმობს რომ ეს პროექტი რესპუბლიკური ბევრად უფრო ფართო მასას მიემართებოდა ვიდრე უშუალოდ ქართულენოვან ქართველებს, ხო? მაგრამ მანდაც მე გაქვს მუდმივად თქვა აი აკაკი ჩხენკელი იქნება თუ ვიღაცა სხვა უფრო ნაციონალიზმისკენ გადახრილი ხალხი, ვინც მაინც აქცენტს დასვამენ იმაზე, რომ შეგნებული ქართველი მუშა არის ის ღერძი, რომელზეც დგას ეს რესპუბლიკა, ხო? თქვა ჯუღელთან ბევრად უფრო დეტერიტორიალიზირებული არის ეს წარმოსახვა და უფრო აი ინტერნაციონალისტურ, ასე თქვა, სულისკვეთებას ასხივებს ხოლმე და ხას უსვამს იმას, რომ თქვა შენ თუ სომხებს ებრძვი ახლა იქ სომხეთის საზღვართან, იქ გვარდიის რიგებში სომეხი მუშაც არის, ხო? ან თქვა ოსებს რო ებრძვი, ოსი მუშაც ყავს რიგებში და ისინი ტირიან თავიანთან მემამულეებს რო უწევთ, რომ ძალა დაატანონ, ხო? ასე რომ ხო, აი ბევრნაირად, ასე ვთქვათ, ბევრნაირი ბადე ედება ხოლმე აი ამ ძალიან ჭრელ მოცემულობას, ხო? ბევრნაირი ჭრები კეთდება, ასე ვთქვათ. და როგორც წესი ეს ყველა ეს ჭრა ერთმანეთს არ ემთხვევა და უბრალოდ იღებ ასეთ მრავალხმიან სურათს, ვინ როგორ უყურებს, ვინ როგორ არტიკულირებს აი მთლიან პოლიტიკურ პროექტს, ხო? რესპუბლიკის. რა ვიცი, თუ გავეცი. ხო, ნუ მე რელიგიური ფაქტორი არის ის, რომ უბრალოდ იგულისხმება გარკვეულწილად, რომ კი ეხლა ეს სეკულარიზმი გვაქვს როგორც რელიგიასთან სახელმწიფოს ურთიერთობის ჩარჩო, ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, ყველას აქვს აღსარებლობის თავისუფლება, ხო, თქვათ ეს ათეიზმი როგორც ოფიციალური დოქტრინა არ მყარდება, თუმცა მანდაც არის ეს რაღაცა ისტორიის ფილოსოფიური მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში სოციალიზმში რო შევალთ, ყველა კონფლიქტი რო გადაიჭრება, რელიგია როგორც ასეთი გაქრება, ხო? ამიტომ თქვა დაჭარასაც რო ახლა გამონაკლისის სახით რო ჩაუშენებ შარიათის, ასე ვთქვათ, მოთხოვნის გამო ავტონომიას, ესეც ნუ დროებითი გარდამავალი ამბავია. უბრალოდ შეიძლება ეს საუკუნეები გაიწელოს ეს გარდამავალობა, იმის მიხედვით როდის დადგება ის ნანატრი საბოლოო ასე ფინალი, ხო? ან თქვა რაღაც ნაკლები დრო, ხო? ამიტომ მან და ეს დროშის და სივრცეშიც ასევე აი ეს რაღაცა საზღვრები ძალიან სხვადასხვანაირად ლაგდება. ხო, ერთი ეხმიანება კითხვას, რომელზეც წინაზეც ვლაპარაკობდით, როგორ ახერხებს ჟორდანია, რომ ყველა კლასისთვის და ყველა წრისთვის ამდენად თანაბრად მისაღები უპირობო ლიდერი იყოს, იმიტომ რომ წინაზე რა კონტექსტშიც განვიხილავდით, იქ კიდე მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ აი თითქოს ლოგიკურად იმას რო გაყვე, ვალიკო ჯუღელისნაირი ადამიანისთვის არ უნდა იყოს ჟორდანიას ეს
უპირობობა ამდენად ესეთი ხო პირდაპირი და ლოგიკური. ერთი ამაზე მინდა რომ იქნებოდნო მეტი ვილაპარაკოთ და მეორე კიდე ერთ-ერთი წინა კითხვის პასუხად რაც თქვი რომ აი ბოლოსკენ ჩამოსვლა უკვე ჯუღელის ცოტა იმად არის მოთარგმნილი რომ აი სამშობლო შეუყვარდა და რაღაცა და არა ის რომ მას რაღაცა სხვა განპირობებული მიზნები ამოძრავებს, მაგრამ მეორეს მხრივ აი მე მარტო ნაწყვეტები მაქვს წერილების წაკითხული, ამიტომ შეიძლება სრული კონტექსტი არ ვიცი აქ კარგად, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მაგას სულ წერს, რომ აი რაღაცა არსად მაინც ისეთი კარგი არ არის, როგორც ჩემს სამშობლოში, რაღაცა აი მე რაღაცას ვიქავრობა მესიზრებას, ვიქავრობა მაგარდებს, რაღაცა, ანუ მე მგონია რომ ეს მაინც ცოტათი რაღაცა ის ნაციონალისტური ელემენტები აქვს და არ არის რა ბოლომდე მაინც მაგისგან დაცლილი. და მე კიდე აი მანდაც არის იმაზე ლაპარაკი, რომ აი მაგალითად რაღაცა წუწუნებს, რომ აი ნეტა ბრიტანეთის ჯარებმა არ დაგვტოვონ და ნეტა რაღაცა მარტო არ აღმოჩნდეთ ამის წინააღმდეგ. ამიტომ მგონია რომ მანდაც ან არ ვიცი შემიწევთ, აი რამდენად არის მაგის ის რომ ბოლოსკენ უკვე იქნებ მართლაც რომ ამ რაღაცა აი დიადი რევოლუციის მიზანს გადაფარავს უკვე ის რომ აი მოდი შევინარჩუნოთ რაღაცა ეს ასე ვთქვათ შეკოწებული სუვერენიტეტობა და რაღაცა აი ტერიტორიული რაღაცა ოდნავი მთლიანობა რა ფასიც და რა იდეოლოგიური ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, ვიდრე ის რომ რაღაცა აი მეუბრუნდები, იმიტომ რომ გავაგრძელო ის საქმიანობა, რაც მაგალითად 1919 წელს მქონდა დაწყებული. და კიდე ანუ სამი კითხვა გამონდის ბოდიში, მაგრამ კიდე ერთი რაღაცა რაც მინდა და აი როცა აჭარაზე ვლაპარაკობთ, მგონია რომ მანდაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მე-20-ის დასაწყისში იქ აბაშიძის მოძრაობა და იქ აჭარის ჯანყები რაც აკეთებს, იმიტომ რომ მე მგონია რომ მსგავსი ფიგურა არ გვყავს სხვა კუთხეებზე როცა ვლაპარაკობთ და იქ არ ვიცი რატო ვერ შედგან რაღაც, მაგრამ მგონია რომ თავიდანვე ზუსტად მაგ საფუძვლის გამო იგულისხმებოდა რომ აჭარას ექნება კიდეც ავტონომია და ისინი ხო რაღაც არაუშავს რელიგიურ განსხვავებებს, მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა ეს ერთიანი ფიგურა არ ყოლია სხვა რაღაც რეგიონების წარმომადგენლობითი, ამიტომ მე თუნდაც ისევ როცა ველიკო ჯუღელთან მიდგება საქმე რაღაცნაირად იკარგება ეს რომ იკარგება ის რომ ისინიც რაღაცა თითქოს თანაბრად დგანან სხვა კუთხეების იმაზე სიმაღლეზე. ხო, არა, ძალიან კარგი არის კითხვა და კომენტარი ყველა. იმდან დავიწყებ აი რაც შეეხება წერილებს, ხო, რომელიც შემორჩენილი არის უკვე უშუალოდ აი 24 წლის პერიოდიდან, ხო, ჯუღელის. სადაც ხო მართლაც ანუ ეგ ნაციონალური სამშობლოს სიყვარულის რიტორიკა არის, ისე როგორც არის იმაში ამ დღიურებში ის თვითონ, ხო, რესპუბლიკის პერიოდში, ხო, უბრალოდ ამბავი არის ის, რომ რომელი არის ის ლოგიკა, რომელიც უფრო დომინანტი არის, ასე ვთქვათ. ხო, თორემ მასე კრებაშიც ახლა ერთხელ რო შედის და მორიგი არის რაღაცა რევოლუციის კანონს რო იცავს, რომ ხა აქ თქვენ რაღაც კონსტიტუციას რო წერთო, ეს ვისაც სჭირდებაო, მე საქმით ვაკეთებო რევოლუციის დაცვასო და თქვენ აქ ისახართო, ხო, ჩინოვნიკებად გადაიქეცითო. ამბობს კიდევაც რომ ხო, ანუ მე ვიცავ ესე იგი რესპუბლიკას და დიახ ვიტყვი ამ სიტყვას, მე ვიცავ სამშობლოს, ანუ დიდი ამბავი არის, რომ სიტყვა სამშობლო თქვა და ნუ ეროვნული დემოკრატები ტაშ შემოსხებენ, რომ აგაშენა ღმერთმა, ესე იგი რაღაცა გონს მოეგეო, ხო? ანუ იმ წითელი დროში დაღარახარ დაბრმავებულია. იმიტომ რომ სულ ეგ ბრალდება არის, რომ წითელი დროშა იმდენად ცენტრალური არის, რომ მე ვთქვათ, ბოლშევიკები რომ მოგადგებიან, მათში მტერს ვეღარ ამოიცნობ, ასე ვთქვათ. და სახალხო გვარდიელები და ის ბოლშევიკური წითელი არმია ერთ და იგივე სიმღერებს მღერიან და ხო რა, ანუ საკმარისი, ასე ვთქვათ, განსხვავება არ არის მათ შორის, მაგრამ ანუ მანდაც ხო არ ეგ არის რა, რომ ეს არის ორნაირი რეგისტრი, ხო, რომელიც შეიძლება რაღაცა მომენტში, ისე როგორც ჯორდანიასთან, რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო ეს მსოფლიო რევოლუციის უშუალო მოლოდინი კლებულობს და საერთოდ რაღაც მომენტში ქრება, ხო? 30-იან წლებში წერს თავის მოგონებებს ჩემი წარსული, იქ ვერც აი იმ ტიპის ეს რევოლუციური ლოგიკა, რაც ჩვენ ახლა ბოლო ლექციებზე აღვადგინეთ, ესე ვერც ამოიკითხება ეს სრულფასოვნად, იმიტომ რომ ის უკვე გალეული წარსულის რაღაცა არის. ეს აღარ არის უშუალო განსაზღვრელი მისი, ხო, ანუ მისი მაორიენტირებელი რაღაცა ძალა. და იგივე არის, თქვათ, როგორ იცვლება ეს რეგისტრი ჯუღელისთვისაც, მაგრამ უშუალოდ რაც შეეხება იმ რესპუბლიკის პერიოდს, ხო, აი ეს რაღაცა მოლაღებულობა აი ამ საზღვრების და ეს ექსპანსიონიზმი, ასე ვთქვათ, ხო, იქამდე რომ რუსეთსაც კი გადაწუდება, რომ თქვენს გიშველით, ხო, და თქვენს გაგაბედნიერებთ და ეს რესპუბლიკა თქვენზეც გავრცელდება, ხო, დემოკრატიული. ეს ანუ ძალიან დომინირებს.
რაც შეეხება იმ ბრიტანეთის ამბავს, მანდაც ხო, ანუ ჯუღელსაც და ჟორდანიასთან ყველას იმიტომ ქონდა ხო ეს რაღაცა სურვილი რომ ეს დიდი ევროპული იმპერიული ძალა აქ ყოფილიყო წარმოდგენილი თავისი შეარაღებული ძალებით რომ ეს ყოფილიყო გარანტი ბოლშევიკებისგან შემოჭრის წინააღმდეგ ხო ნუ ამას ბოლშევიკები რა თქმა უნდა მე ინტერპრეტირებენ როგორც რაღაცა იმ იმპერიალიზმის მსახურებას და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად ეს იყო სწორედ ის მატერიალური გარანტია სოციალ-დემოკრატებისთვის რომ მათ აქ ქონოდათ გასაქანი რომ ეწარმოებინათ თავიანთი ის რევოლუციური პოლიტიკა რომელიც მათ მიაჩნდათ რომ ბოლშევიკებმა მას აქ ჩააფლავეს იმითი რომ კრება გარეკეს სამოქალაქო ომში გადაეშვნენ და დემოკრატია გააუქმეს ცენზურა დამყარეს და ასე შემდეგ ხო ამიტომ მანდაც მუდმივად უსვამს ხოლმე ხას რომ ანუ ეს რაღაც ანტირუსული აი დღეს როგორც გვესმის ხო ანტირუსული აფექტი როგორც ქართულის განსაზღვრელი მაგითი კი არ განისაზღვრება ის თუ რატო უნდა რომ ევროპა როგორც შეარაღებული ძალა ყავდეს არამედ იმიტომ რომ ბოლშევიკების რუსეთში მეტროპოლიაში რაც მოხდა რაც მოუვიდა რევოლუციას ის რომ მიაჩნია რომ არის ნუ ღალატი და გადაგვარება ასე ვთქვათ იმ გადავარდნა იმ რევოლუციის სწორი მიმდინარეობის სცენარიდან და რადგან მარტო პატარა საქართველოს ახერხებს რომ ასე ვთქვათ იყოს აი ეს კუნძული ნავსაყუდელი რევოლუციის პროცესის სწორად წარმართვისა მაგითი ასე ვთქვათ ავლებს ამ ზღვარს ხო და მაგითი ამართლებს იმას რომ ან განიცდის იმ მოთხოვნილებას რომ ეს დიდი რაღაც შეერაღებული ძალა უფრო დიდი ძალა ყავდეს გარანტორად იმისთვის რომ შენ მით უფრო თავისუფალი იყოს შენს საშინაო საქმეებში აი ამ რაღაცა რევოლუციური მონაპოვრების დაცვაში ხო ანუ ეგეც რაღაცა ისეთი არის ხოლმე რაც ძალიან ხშირად ესეთი კომბინაცია რაც ესე გვიჭირს ხოლმე მე მგონი ხო რომ მოვიხელთოთ და რაც შეეხება იმას ჟორდანიას ავტორიტეტი იდეაში რომ ჯუღელისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო ამ მთელი ამბავი ეგ არის რომ ჯუღელი ამბობს რომ არა ჟორდანია ხო და მისი აი ეს რაღაცა მართლა კულტი ჟორდანიასი ჰქონდა ჯუღელს იმიტომ რომ ჟორდანიასთან ურთიერთობა იყო რამაც საერთოდ ჯუღელი 17 წელს ბოლშევიკობიდან მოაქცია მენშევიზმზე რაღაცა გასხივოსნება დაემართა ჟორდანიასთან ურთიერთობიდან მართლა ესეთი ჯადოსნური ის ჰქონდა რა ანუ ევრიკას მომენტი ჰქონდა რის მერეც აი ეს უპირობო ლოიალობა გაუჩნდა ჟორდანიას მიმართ და მართლაც ანუ ჟორდანია ძალიან ესეთ მყიფე გარანტად რჩება აი იმ ბალანსისა რომელიც ნარჩუნდება რესპუბლიკის პერიოდში გვარდიას როგორც რაღაცა მართლა ეს მომხედრიონო ელემენტს და მეორე მხრივ აი რაღაცა სახელმწიფო ოფიციალურ ინსტიტუციურ სტრუქტურებს შორის ხო და სახელმწიფო გვარდიაც თუ სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ხდება აი 18 წლის ივნისიდან მას მერე რაც გადაულოცავენ ხო საბჭოებია რეალურ ძალას მთავრობას სახელმწიფო სტრუქტურა ხდება იმდენად რამდენადაც ის ემორჩილება ჟორდანიას როგორც მთავრობის თავმჯდომარეს რომელიც ამავე დროს არის საბჭოების და შესაბამისად ამ გვარდიის შტაბის თავმჯდომარეც ანუ ჟორდანიას გავლით მყარდება ეს რაღაცა ზავი ასე ვთქვათ ხო რომელზეც ნუ ვთქვათ კვირინტაძეს სულ აქვს იმის ყოშოში მე მოგონებებში ეგრეთ წერს რომ ეს სულ იყო იმის საფრთხეო რომ ეს ამგვარდია სამოქალაქო ომი წამოეწყო და სხვა კლასებიო რომლებიც აბსოლუტურად გამორიცხულები იყვნენ ამ გვარდიიდანო რომ ხო რა დაპირისპირებოდნენ უკვე რაღაცა მომენტშიო ასევე შეარაღებული ფორმითო აი ამ რაღაცა თავს გასულ მოკლედ თავქარიან ჯუღელის არადისციპლინირებულ ბანდას ხო ანუ რაღაცა ძალიან ცივი მყიფე მოკლედ ბალანსი არის მანდ და ხო აჭარაც ნუ მაგაზეც ხო თამთახალვაშის და ეხლა უფრო ახლახანს გიორგი ღვინჯილიას კვლევები გვაქვს ხო რომელიც ყველა აბაშიძის ფიგურის გარშემო მემედ აბაშიძის ფიგურის გარშემო ტრიალებს და მართლაც
ხო, შეიძლება ითქვას, რომ იმიტომ აქცევს რაღაცა განსაკუთრებულ მოვლენად და ესეთ ასე ვთქვათ, აი ამ გამონაკლისის კონსტრუქციულად ინტეგრირების წარმატებულ მაგალითად, რომ შეიძლება ეს პოლიტიკური ელიტა გამოდგა რაღაცა უფრო მომზადებული, ოღონდ ისინიც ძალიან ამ პერიფერიის პერსპექტივიდან ძალიან ელეგანტურად ფუთავდნენ და ცდილობდნენ, ასე ვთქვათ, ამ ცენტრისთვის მისაღებად დაეფორმულირებინათ, ხო, ის თუ რას ითხოვდნენ, ხო? ერთის მხრივ რაღაცა საკუთარი ქართველობის მტკიცება, მეორეს მხრივ აი ამ ქართველობაში, აი იმ ვთქვათ, მუსლიმობის როგორც რაღაცა გამონაკლისის თვის ადგილის მონიშვნა, ხო, რომ ამითი ერთგვარად ერთის მხრივ ისინი რესპუბლიკის ნაწილებად ქცეულიყვნენ, ხო, იმის ვაგერად რომ ვთქვათ, ოსმალეთს, ხო, ახალ თურქეთს მიმხრობოდნენ, რისი პოტენციალიც იყო, ხო, და ეს რაღაცა სუbliminalურ შუა იმაზე არის, ხო, ზღვარზე არის აჭარა იმ პერიოდში. არის ერთის მხრივ ეგ, ხო, რესპუბლიკის ნაწილად გადააქციო შენი თავი, ოღონდ თან ისე, რომ აი ეს შენი განსაკუთრებულობა, ეს პარტიკულარული, ასე ვთქვათ, მაღალმსახვებელი, ხო, ვთქვათ, მუსლიმობისა, აღიბეჭდოს აი ამ, ვთქვათ, სახელმწიფოებრივ მოწყობის იმაში, ხო, სტრუქტურაში. აფხაზეთზეც პრინციპში არის მაგ მიმართულებით, ხო? ანუ სერიოზული ძვრები და პრინციპში საბჭოთა კავშირში მე უკვე რა ტიპის ავტონომიებიც ყალიბდება, ხო? გინდა ოსეთში, გინდა აფხაზეთში, გინდა აჭარაში, რო ქვია ხოლმე რომ სტალინის მიჩადებული ბომბები, ნაღმები რაღაცა, ხო? ანუ ეს ქართველი ტერიტორიის გასათიშად და ამ შემდეგ, ანუ სინამდვილეში არის მომდინარე ჯერ კიდე 17 წელს დაწყებული დისკუსიებიდან, რომლებიც გადაიბარა პირველმა რესპუბლიკამ, ხო, რაღაცა ტიპის სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დამუშავება ჰპოვა, კონსტიტუციაში ასახვაც ჰპოვა, რაღაც ტიპის ფაქტობრივი, ასე ვთქვათ, მოწყობაც ჰპოვა იმ წლებშივე და ეს იყო მუდმივი გაცვლა-გამოცვლის და რაღაცა ვაჭრობის საგანი, ასე ვთქვათ, ხო, აი ამ პერიფერიების ელიტებს და აი ამ თბილისურ ცენტრს შორის, ხო, მაგიტო არის, რომ მართლა ცარელა ადგილიდან არ აღმოცენებულა, ვთქვათ, ეს უკვე საბჭოთა პერიოდის ავტონომიები, ხო? იმიტომ ეს ხალხთა თვითგამორკვევის მთელი იდეაც, ხო, არ არის, ხო, არც ვთქვათ ლენინის მოგონილი და არც იქით ვილსონის, ხო, დასავლეთში, არამედ იყო ძალიან მრავალი 10 წლეულის მანძილზე დისკუსიის საგანი, მათ შორის ჟორდანიასთან, ხო, ვთქვათ, ეს ეთნიკური საკითხი როგორ უნდა მოწყობილიყო, ხო, რა ტიპის ავტონომია უნდა მინიჭებოდა ამ სხვადასხვა ამ ჭრელ მოცემულობაში სხვადასხვა ხალხებს, ხო, კულტურული უნდა ყოფილიყო ავტონომია თუ ტერიტორიული და ნუ, ხო, ანუ ეს არის ის, რაც აჭარის შემთხვევაში ეგრე დაალაგდა, ხო, მით უმეტეს რომ ეს იყო ეთნიკურად ქართველები, ოღონდ რელიგიურად სხვები, ასე ვთქვათ, ხო, არა იმ მართლმადიდებლური მემკვიდრეობის მქონეები, ხო, მაგრამ მან ბოლო რაღაც დავამატებ, რომ დღეს თუ მართლმადიდებლობა არის თავარი, ასე ვთქვათ, აი აქ და ახლა ცოცხალი მარკერი, ხო? კონსტიტუციაში განსაზღვრული, ხო? ქართველობის, რასაც ნიშნავს და ეკლესიას მინიჭებული აქვს ყველანაირი პრივილეგია. მაშინ, ხო, ეს ქრისტიანობა, როგორც ის, რამაც განსაზღვრა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ქრისტიანობის ბრძოლა, განხილულია უკვე კულტურის ჭრილში, ასე ვთქვათ, ხო? როგორც აი ის რაღაცა კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ეხლა უკვე აი ამ სეკულარულ ქართველობას, უბრალოდ მის რაღაცა ტიპის სპეციფიკას ანიჭებს, ხო? ისე რომ ეს არ გულისხმობს არანაირ, თქვა, პრივილეგირებას მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც 17 წელს ავტოკეფალია აღედგინა, ხო? ანუ ეგეც საინტერესო არის, რომ იმ თავითვე ძალიან სიყარად სეკულარული არის და კულტურის განზომილებაში თარგმნილი არის მთელი ის რელიგიური, ასე ვთქვათ, ისტორია, რომელიც უკვე ჭავჭავაძიდან და თერგდალეულებიდან მოყოლებული განიხილებოდა როგორც ქართველი ერის მთავარი ნაციონალური, ხო, ანუ ნიშან-თვისება, ხო? ხო. ეს არის და ეს. კაი.